შუაში ვარ, ფოკუსი რამე. ხმა 1-1. აი ეს ძროხა გამოიწერე და ძალიან პატარა ჩამოვიდა ტემი. ძროხის უნახავს გახდეს, ხო? არ ჩანს. და აი ტელეფონები გადავდოთ ჯობია რა. მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, უკვე მეორე აგროკასტი გვაქვს. დღეს განსაკუთრებული სტუმარი გვყავს და ვისაუბრებთ მესაქონლეობის შესახებ. ბექა გონაშვილთან ერთად. შეგახსენებთ, არხი გამოიწერეთ, ეს ვიდეო დაალაიქეთ, ასევე უპასუხებთ თქვენს დაწერილ კომენტარებს, რაც დაგვიწერეთ, შეძლების დაგვარად. და ასევე შეგახსენებთ, მესაქონლეობის შესახებ ვიდეო ჩვენ არხზე დევს, ვისაც გაინტერესებთ ბექასთან ფერმაში გადავიღეთ და შეგიძლიათ აგროკასტის მერე გადახვიდეთ და იმ ვიდეოსაც უყუროთ. მოკლედ 15,000-ზე შეგახსენებთ ასევე 150 ენერგიის საკითხს, რომ ყოველას გამომწერზე 1 ენერგი უნდა დავრგოთ. შესაბამისად თქვენ ჩაერთეთ ამ ყველაფერში და უფასოა გამოწერა, მიაჭირეთ და დავიწყოთ. გამარჯობა კიდევ ერთხელ, როგორ ახარ, აბა? თქვენი ყავით ახალგაზრდები კარგი. ახალგაზრდები რა, ერთი ასაკი არა ვართ, თითქმის. ცოტა დიდი ხარ. თქვენია მაგეთი კაცო. დაიბრძენო თავი თუ რაც ასაკში შედიხარ, ბძენდები, მაგრამ ნელდები მერე თან რა. ურისკო ხდები უფრო მეც წონი. კი ბატონო, ეგრეა. ისე შენ რომელი გჯერა, ანუ ძველგაზრდების შეცვლილი რაღაცა თუ ახალგაზრდების? არა, შეცვლით ახალგაზრდებმა უნდა შეცვალენ, უბრალოდ ძველგაზრდებს შეუძლიათ, რომ კარგად გითხრან, როცვლი რაღაცას როგორ შეცვალენ, თუ იმასაც თავის ძველზე რაღაც შეუცვლიათ, აქედან გამომდინარე რაღაც შედარებით ნაკლები შეცდომები რომ დაუშვას ახალგაზრდამ, ძველგაზრდა შეუძლია რომ კარგი მონაწილეობა მიიღოს. ან შეიძლება რომ ძალიან ცუდი მონაწილეობა მიიღოს და ხელი შეუშალოს ცვლილებაში. კი ბატონო, მოკლედ ბევრი კითხვა დაიწერა სოცქსელებში ამ ვიდეოს მერეც. ნუ შენ მანამდე ხო აქტიურობდა თითქმის ყველა კითხვაზე ნაპასუხები გექნება. შინ თუ გარეთ. შესაბამისად, აქაც შევეცადოთ მოკლედ რა. მაგრამ სანამ მაგაზე გადავალთ, ანუ ზოგადად მოვყვეთ რა, რაც მოვყვევით ვიდეოში, იმის მოკლე ვერსია აქაც მოვყვეთ და მე უფრო დეტალურად ჩავშალოთ რა. ანუ დღეს რა ხდება მესაქონლეობაში, თქვათ, რა გამოწვევები გვაქვს, რა პრობლემები გვაქვს, რა ტენდენციებია, აი დღევანდელ დღეს. მოკლედ რომ შეგვიფასო. ნუ არ ვიცი ხა დაახლოებით იგივე მდგომარეობა არის, რაც შენ იყავი ჩვენთან ფერმაში, მაგრამ რეალურად ჩვენი ესე ვთქვათ პრობლემები არის ნედლეულის დეფიციტი, ანუ იმაში რომ საქონელი არ არის ქვეყანაში, დაახლოებით ჩემი ინფორმაციით ჩაშადეთ ზეთაშედარებით ოფიციალურ სტატისტიკაც რო იქნება. ეს არის დაახლოებით 120,000 სულ ნაკლები, ვიდრე იქამ წინაწელს ფიქსირდებოდა. აქედან გამომდინარე მგონია რომ ეს ძალიან დიდი დანაკლისია. მეორე საკითხია ის რომ ქვეყანაში მოხმარება რა თქმა უნდა იზრდება და ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში იწვევს ფასების მატებას. და ნაკლები რატოა 120,000-ით? რამ გამოიწვია? ექსპორტი იწვევს, რომელი ექსპორტიც არის ძირითადად აზერბაიჯანში და ერაყში. არის პატარა საქონლის ექსპორტი. ანუ ხბო გავიდა? კი, აი ეს ხბო არის. ჩვენ გადაცემაშიც რო ვილაპარაკეთ, შენს ვიდეოში. ძირითადად ეს ხბო გავიდა და შემოსვლაზეც ეგეთი ადვილი არ არის შემოსვლა, მით უმეტეს მანდაც რა ვიცი, რამდენჯერმე ვახსენე და კიდე ერთხელ ვიტყვი, საკმაოდ ისეთი არასწორი და ისეთი ისე თქვა კარტერული და ესენია, რა ქვია, მიდგომები, აქედან გამომდინარე შემოყვანაც ისეთი ადვილი არ არის და ძირითადად შემოსაყვანი ქვეყანა არის რუსეთი. უბრალოდ დღესდღეობით რუსეთიდან შემოდის უფრო დიდი საქონელი ან უკვე დაგრული დედან ბელარუსიდან, რაც საშუალებას არ გვაძლევს იმისას, რომ აქ ადგილზე გავზადოთ და მაგითი რეალურად ადგილზე შევქმნათ ღირებულება, რაც თავისებურად გამოიწვევს კიდეც, როდესაც ადგილზე ქმნი რაღაც ღირებულებას, მის ფაქსებთან უფრო მეტად იქნები, იმიტომ რომ ნახე აი მაგათ ღორი შემთხვევაშიც მოხდა ეხლა წინა 2-3 კვირის წინ, რომ რუსეთიდან რახან თოვლი მოვიდა და დაიგეთა გზა, უცებ გახდა 15 ლარი გახდა, გაიზარდა. თქვა ტოპტავოში ფასი ასახე. მაშინ როდესაც ერთი კვირით ადრე იყო რაღაცა 13 ლარი. ეს პერიოდი სულ ეგრეა ხოლმე. არა, ეგრე არის, მაგრამ რაღაცა რო ეგრე არის და არ მოგწონს. ხო იმას ნიშნავს რომ უნდა შეცვალო. როცა იმპორტზე ხარ დამოკიდებული, რაღაცნაირად შეიძლება რომ იფიქრო, თუ გინდა, თუ იძახი, თუ მოგწონს,
მაშინ ბაზარი გავაგზავნოთ კაცო, მინდა გუშალა ეგ. და ეს ხვოების ექსპორტი, ანუ ფასის გამო უფრო მიმზიდველია, ხო? თქვათ ის რომ გაზარდო აქ და ხორცად გაყიდო, როგორ εδრება ერთმანეთს. იცი რა არის, მან რა თქმა უნდა ეგ მიმზიდველია ვიღაცისთვის, მაგრამ მან მიმზიდველობა რა არის თავარი. ან მიმზიდველობა თავარი ის არის, რომ ისინი ყიდულობენ 100, 120, 130, 150 კილოზე მეტი უკვე აღარ უნდა. ანუ ვიღაცამ ეს რო გაღაზარდა ცოტა ხანი, ანუ ნახეთ საქართველოში ეს ჩვენი ხმორები როგორ იქნება საერთოდ, ხო? მოდი ესე რომ ჩავიდეთ ქვევით. არის სოფელი, სადაც სოფელში არის ვიღაცა კიდე შემორჩენილი მაცხოვრებელი. ადრე თუ იყო 5 ნახირი სოფელში, ახლა არის ერთიც აღარ არის. და იქაც არის ბებო, რომელიც ჩამოწველის ხოლმე ძროხას და შვილიშვილებს ყოველს დაახვედრებს აფხურში. როცა შედარებით რძე არის. შედარებით რძე არის რა პერიოდი, ხო? ანუ სადაც აპრილის ბოლოდან, სადღაც აპრილის ბოლოდან ოქტომბრამდე არ ვერ ქაჩავს. ივნის დასაწყისამდე არის რძე. დანარჩენი მე როცა უკვე ბალახი მოიხრუკება, რაღაც რძე არის და რეგიონსაც გააჩნია რა. უმეტეს რეგიონში ეგრე არის. ეხლა სამცხე-ჯავახეთზე რა თქმა უნდა არ მაქვს საუბარი, მაგრამ დანარჩენ საქართველოში ესე არის რა. ამიტომ იმას ხო არ უმჭირდება და მას არ უყურებს დღევანდელი ჩვენი ესე თქვა სოფელში დარჩენი გლეხი. ან ხუს არ უყურებს თავისთვის შემოსავლის წყაროს. ის უყურებს იმ რაღაცას რძეს, რომელიც ჩემი აზრით არ არის შემოსავლის წყარო. ეს რძე რა ფასია ახლა? თანამედროვე ესეთი ფერმებიდან, ანუ პროფესორად ინტენსიური ფერმებში, რაც 2 და 20-ია. 2 და 20 მახსოვს, თუ 2 და 30 აქვს. ნუ 2 ლარს ნაკლები რო არის, ყოველ შემთხვევაში ნამდვილად ვიცი. მაგრამ ის რაც გლეხების ფერმები რაც არის, ხო, ანუ სადაც შეგროვება ხდება ხოლმე, ზითად ხდება იმ პერიოდში, როცა რძე არის, ანუ ისაც 2 თვის განმავლობაში და იმ დროს არის ხოლმე 80 თეთრი, 90 თეთრი. იმიტომ მე იმას შუამავალი ყავს, ჩამბარებელი ყავს, რომ კოლექტორი ყავს, რომელიც იბარებს, აგროვებს, მე ჩააბარებს სადაც პუნქტში, რომელიც მე თქვა სანტოს მანქანა მე ავა და წამოიღებს. პირობით რა, იმის მიერ. ნუ წვრილი ფერმერების ხო. აქედან გამომდინარე, ეს სანტეს მანქანა ისევ ბრჭყალებში ვიძახ სანტეს მანქანა, ნუ რძის შემსყიდველის საწარმოს მანქანა ინდუსტრიულ ფერმაში რომელიც იქიდან ყოველ დღე რომ მოაქვს 3 ტონა რძე, სადღაცას მიდის და იქ შეგროვებული რძეებია და იმაში. ანუ რეალურად ეგ ინდუსტრია არის ზუსტად ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ის არის, რომ აი ამ სადღაც 750,000 სულ ძროხაში საქართველოში არის, აქედან სადღაც არის 350,000 ესე რომ ავიღოთ არის ფური და ამ 350,000 ფურიდან უხეში ციფრებს გეუბნებით და აქედან შეიძლება მაქსიმუმ იყოს 10,000 სული მაღალპროდუქტიული საქონელი, ესა დაახლოებით მაქსიმუმ აიღე რა 10,000 სული. ძალიან ცოტაა ხო? ძალიან ცოტაა. ძალიან ცოტა. ეხ იქ რა ხდება და როგორი ეს არის და რა წველადობა აქვს? მოდი ეგ სხვა საკითხი არის რა. ეგ რა მდგომარეობა შეინსპირებ, ეგ სხვა საკითხი არის. მე გეუბნებით რამდენი სული არსებობს. აი ხვოებს რომ დაუბრუნდეთ და უშვათ. ანუ შენამობრო წყარო არის მაინც ესე წვრილი მეურნეობიდან შეგროვებული, ხო? სადაც მე თქვათ მან ყიდულობთ, ან ბაზარზე ყიდულობთ და უკვე გადაყავს შენთან, სადაც აზრზე მოგყავს ესე რომ თქვათ, რაც ნახე. ეგ სუქებაზე? სუქებაზე. ხო. ხო, სხვა წყარო რა არის თქვათ, ანუ სხვა წყარო არ არის რა, სხვა წყარო არ არის. და ის ჯიშებია, რაც საქართველოში ყავთ, ხო? ოდითგანვე მათ შორის რა. ამიტომ არის ხო მე მაგალითად ჩემთან ფერმაში ძირითადად სუქებაზე გადამყავს ხოლმე, ან ჩვენივე საქონელი მამაჩემის ფერმიდან, რომელიც ასაკი ვიცი და ან ისეთი ფერმერის გამყიდულობ, რომელიცგანაც ვენდობი და ვიცი იმისი თქვათ ასაკი დაახლოებით რა საქონელი არის. ანუ ამას როცა ჩვენ საუბარი ქონდა ჩვენ ვიდეოში ქონდა მაგაზე საუბარი რატო არის მნიშვნელოვანი ასაკი და არა იმისი წონა. თავარი არის მათ ასაკი. თუ გინდა რომ შენ ეფექტური, ასე თქვათ, კვება კონდეს და ეფექტურად კვებო და ეფექტური შედეგი მიიღო. დროულად მიხედო ესე რომ თქვათ. არა, დროულზე როგორ ხო? ანუ პატარა ასაკში როცა ყველაზე კაი კონვერსია შეიძლება რომ მას კონდეს, იმას ორგანიზმს მიაწოდო ის რაც მას სჭირდება. და იმითი მიიღო მაქსიმალური ეფექტი. სწორად განავითარო ესე კი ბატონო, მაგრამ შენ რო ეხა ვიღაცა მაგალითად პირობითად ჩემ ფერმაში თუ არის 6 თვიანი, 7 თვიანი საქონელი 150-200 კილოგრამი, 150-200 კილოგრამი უმეტეს შემთხვევაში საქართველოში არის წელზე მეტის. ან წლის. ხო, იმიტომ რომ სრულფასოვანი კვება არა. აქედან გამომდინარე, მას უკვე დაბერებული არის, იმიტომ რომ საქონლის მსხვილფეხა რქოსანი პერიოდის ყველაზე საუკეთესო პერიოდი, სუქების საუკეთესო პერიოდი ეს არის 20 თვემდე ასაკში უნდა დაკლა უკვე. აი 20 თვის ასაკში უნდა დაკლა. ეს არის ყველაზე ოპტიმალური, ყველანაირი კვლევით, ყველანაირი სხვადასხვა ჯიშები შეიძლება ცოტა ოდრა შეიცვალოს, მაგრამ ეგ არის 1 თვე პლუს მინუს რა. დანარჩენი ეს არის
ძირითადად ანუ 18 თვემდე საქონელი იზრდება, ინტენსიურად იზრდება, ანუ ძვალიც ასე შემდეგ იზრდება და ის 2 თვე რაკ უკვე იმისთვის რომ შენ ამას ხორციც ესე ვთქვათ კიდევ უფრო კარგად შეისხა, თავისი ცხიმით აიღო რაც ჭირდება და უკვე მზად არ დასაკლავად. შენ თუ გინდა რომ ის სასტეიკეთ და დაავარგო მერე და ასე შემდეგ ის უფრო მეტი ხანო გააჩერო. იმასთან მე კვებაც ეცვლება სხვანაირად ხო, ეგ უკვე ნიშური თემა რა, მასიურზე ის რაც ეხლა ჩვენ რაც ლაპარაკობთ ძირითადად მასიურზე. ამ შემთხვევაში ეს არის 20 თვე, როცა ყველაზე ოპტიმალური არის, ხო? რა თქმა უნდა იმის მერე მე მყავდა ანგუსი, რომელიც ანგუსები ერთი იყო 2 კილო ნახევარს მატულობდა, ესე ფეხი მქონდა მიჭერილი, არცევით არ წქვევით. ხალხან მეგონა ხოლმე მეთქი რაღაცას ხო არ მირევს მეთქი ეს თვითონ ხო არ ურევს მეთქი სასურზე, იმიტომ რომ რანაირად შეიძლება რომ იმენა ის იყოს და მეორე იყო კიდე ზუსტად 3 კილოს მატულობდა ყოველ გადაწონაზე. და საუბარი მაქვს დაახლოებით ესე იგი 4 თვის განმავლობაში აი ეს მონაცემი არ შეუძლია. ნუ თავიდან იყო შედარებით ნაკლებები, მაგრამ უკვე რომ დადგნენ უკვე საკვებს რომ შეეჩვენენ, ეს ციფრი არ შეუძლიათ. მაგრამ ისინი მე უკვე ნაყიდი მყავდა ვიღას სხვისგან. და ასე ვთქვათ, არ იყვნენ კონდიციაში და მე გავასუქე. მაგრამ იმათ აქ დაბადებული აქ. მაგრამ იმათ რომ დავთვალე უკვე რამდენს ჭამდნენ და რომ ასე ვთქვათ პატარა ქრონომეტრაჟი ჩავატარე რა 3 დღიანი. აღმოჩნდა რომ თითო ეს ჯიგარი დაახლოებით საშუალოდ გამოზიოდა 30 კილომდე მთლიანი მასა შეჭმული საჭმელს, ანუ კომბინირებული არა, თივიან, ლამჯიან ასე შემდეგ ვეძახი სილოსიანად რა. ანუ უხეშად რო ვთქვათ ეს 3 კილოს მომატებული ამისი. თითქმის იმდენივე მიჯდებოდა მისი კვება. აქედან გამომდინარე ოდნავ ნაკლები რა, მაგრამ ეს უკვე გამოძე უკვე არაეფექტური იყო. მაგრამ როცა თავიდან ნაკლებს ჭამდნენ დაგირდან მაგის ნახევარსაც არ ჭამდნენ. მაშინ 3 კილოს მატულობდა. მიხვდი, ანუ აი ეს კი ეჭირა ეს მომატება, მაგრამ სამაგერად ის უკვე ჩემთვის არამონგებიანი იყო უკვე რაღაც ასაკის მე. გაჩერება, ხო? კი, 880 კილო იყო დავკალი, მეორე იყო 940. რო დავკალი. ის არის ვიდეოში რო გკითხეს ის ჯოხით დადისო, რა ქენი მაგაზე ერთი მოგვიყევი. ამუშავე ეგ სისტემა? კი, ავამუშავე ეგ სისტემა, ეს არის ახლა ამ დღეებში დავდებ ახლა იმ ვიდეოსაც როგორც მუშაობს ხორებაში. უბრალოდ თვითონ ახლა წინა შაბათს რომ მქონდა მაგით რო ბირკებით დავადეს RFID ჩამოვიდა რა ამერიკიდან ეგეც და მაგას რო ვადევდი უბრალოდ თვითონ პროგრამა ეს სოფტი ვერ დავაკონექტე ამ სასწორთან რა და აქედან გამომდინარე ისევ ხელით შევიყვანე ანუ სურათებით და რაღაცებით და ხელით შევიყვანე მაგრამ ეხლა უკვე გუში მქონდა კაგრას ავსტრალიასთან დილით ჩართო და გამისწორეს და ეხლა შემდეგი აწონა ერთ თვეში რომ მომიწევს მე უკვე გადაწონი მაგით როგორი ნამატი ქონდა ეხლა აბა შედეგები ეხლა მქონდა ეხლა მან ფერმაში ხა დიდებ რომლებიც არის კარგეთ იყო კილო 600 ქონდა მაგრამ მე მან ეხლა მყავს პატარები კიდე ანუ რომლებიც ზოგი 150 კილოა ზოგი 250 კილოა ზოგი ესე საშუალოს გეუნები რა ეხლა და არის 7-8 წელი ხო 8 წელი გადავიყვანე უკვე 300 კილოზე ვით რომელიც იყო ისინი ცალკე სხვა პარტია შევიყვანე და ანუ დავყავ ესე რა 200 კილოზე ქვევით ცალკე არიან 200-დან 300-მდე ცალკე ოღონდ ეგენიც კიდე შუაზე გავყავი იმიტომ რომ გალიაში ერთ გალიაში არ დაეტევოდნენ რაღაც 80 სულზე მეტი იყო ეგეთი და მაგათი აი ახლა ამ პატარებში მათ შორის იმ 200 ესე თქვა და იმ 300 კილოიანი რომელიც იყო ამათ შორის ახლა საშუალოდ წონამატი გამოვიდა 800 გრამამდე დღიური ოღონდ ნახე ესენი ცოტა სჭამენ ანუ პატარები ხო არიან შედარებით ზამთარმა რამე სხვაობა მოხდა ჭამაზე მადაზე არა ჭამაზე ნახე როცა იყო ქარბუქები ჩემთან ქარბუქი იყო ქარბუქი რო იყო იმ ღამეს იმ დღეს უბრალოდ 2 დღის განმავლობაში ნამჯა შერეულს ვაჭმევდი ხოლმე დაჟე 4 არევას ისე ერთ არევას ვაჭმევ დღეში და დანარჩენი მარტო გრანული ამ შემთხვევაში უკვე ნამჯიანად და ეს საკვებიანად უფრო მეტი მივეცი და საერთოდ არანაირი პრობლემა არ ქონია ხა ისი მეგონი ვიდეო კიდეც ვიდეო თუ არ ვიცი მაგრამ მაგ ბევრი ვიდეოები როცა ძალიან ჩვეულებრივად არიან ისე ვაფშე ანუ თოვლში მაქსიცივეში პრობლემა არ არანაირი პრობლემა არ არის ირაკლი მე ყაზახეთიდან რო წამოვიყვანე შაშან ის ისენი რა ქვია ოზრები -17 გრადუსი იყო რო ტვირთავდი მანქანას იგი რა ვიგე ჩვენ -17 რო იყოს ჩვენ დავიხოცებით ძროხები კი არა ყაც სიცხეში უფრო უჭირს ვიდრე სიცივეში 25 გრადუსის ზევით +25 გრადუსის ზევით ემართება სტრესი ძროხაცაც ღორსაც აი ღორი ფერმაში რო არის და 25 გრადუსზე მეტი არის სიცხე როცა არის ფერმაში ქასქასებს და არ ჭამს ღამე ჭამს მე ტემპერატურა თუ არ დავარდა არ შეჭამს ღორი კიდე განსაკუთრებით ტემპერატურაზე ღორ ზაფხულის პერიოდში კონვერსია აქვს ძალიან კარგი ანუ რასაც ჭამს იმაზე ანუ მეც მატულობს თვითონ შეჭმული ანუ
ნაკლებში ჭამს და მეცმატულობს. ვიდრე თქვა ზამთარში, მაგრამ ვერც ვიდრე როცა თქვა, მაგრამ სამაგიეროდ ფიზიკურად ვერ ჭამს ბევრს. ეგაა ღორს ზამთრის პერიოდში რა. ანუ ზღორში ჩვენ ინტერესი ისე რაც შეიძლება მეტი ჭამოს იმას, უფრო სწრაფად მოიმატოს. ესეთი ის რომ გავაკეთოთ რა, რომ ვთქვათ, გადავწყვიტე რომ მინდა მეხორცული საქონელი მოვაშენო. კითხვაც იყო და ბარემ უპასუხებთ. მოკლედ ინფორმაცია ყველაფერი მოვიძიე, მოვედი, დაგელაპარაკე, დაუშვათ, რაც შეიძლება რომ გავაკეთო ეგ ხა ანიბანია თავიდან რა. დავიწყოთ ხბოებით, ხო, ხბორებით. თუ ხბოებით როგორც გინდათ. ანუ სად მივდივარ ამ აი კონკრეტული მაგალითები ვთქვათ რა. მინდა რომ ვიყიდო, დაუშვათ, აი რამდენზე დავთვალოთ. 100 ხბო. მოდი ესე ვთქვათ, ხო, ანუ შენ რო გააკეთო 100 სულიანი ფერმა, ეგ იმას არნიშნავს, რომ ყველა 100 სული ერთად უნდა იყიდოს შეიყვანო. ანუ შენ ფერმაში გალიების უნდა გააკეთო, რომ დაახლოებით 4-5 თვის განმავლობაში ყოველ თვეს სვავდე და შექმნე. ეს რა თვეებია? ანუ ეს არის დაახლოებით 5-6 თვე დაგჭირდება შენ სული. აი როდიდან შემილია იდეალური პერიოდი, როდიდან არის, რომ დავიწყო ყიდვა? ანუ ნახე, მოდი სხვადასხვანაირად დავსვათ კითხვას. ნებისმიერ დროს შეგიძლია შენ საქონელი იყიდო. თავი ბაზარზე როდის არის მასეთ საქონელი. ძირითადად მასეთ საქონელი არის შემოდგომაზე. ჩვენთან საქართველოში, იმიტომ რომ ნახე, კი არის შეიძლება ახალგაზრდა, ვთქვათ, მოზარდი საქონელი გაზაფხულზეც, ხბოც, მაგრამ ყველა ცდილობს რომ თა მოატაროს, თაში და მერე უკვე ჩამოსული ის თავისი ძოლების გაზრდა რაც იმან ძვალნა გაზარდოს, რითიც რომ გაიზარდოს. ამაში ფული გარდახაროს, თავისი პირით მოიპოვოს ესე. ამიტომ ძირითადად ჩვენთან მაინც სექტემბერი, ოქტომბერია, როცა ყველაზე მეტად არის ესეთი საქონელი. თუმცა სხვა პერიოდიც არის. უბრალოდ ეს უფრო ისეთი ინტენსიური არის. და რა არის, მაგდროს ეს საქონელი ჩამოდის ბარში. ამ დროს ფერმერებს ამის გაყიდვა სჭირდებათ, იმიტომ რომ ფული გამოიმუშაონ, ფული მიაიღონ და თანაც ეგ საქონელი მაგან თუ კიდე ზამთარი შეინახა, უფრო სხვა ხარჯი ექნება კიდე შენახვის. არ უღირს რა. აქედან გამომდინარე, ანუ საერთოდ სოფლიოში ეს ჩვენთან ვარ ხარცები ისე გვაქვს ჯერ კიდე არა გვაქვს დაალაგებული, მაგრამ სოფლიოში ისევე როგორც ღორზე, ისევე როგორც ხილფეხაში არსებობს ფერმერი, რომელიც აწარმოებს თქვათ მოზარდ საქონელს, ანუ დედა საქონელი ყავს და აზარლოს მოზარდს 7 თვის ასაკამდე, მერე ამას დედას რო ასყიდავს, მერე მიდის ის უკვე ფიდლოზე გასაყენებლად. ფიდლოტი ქართულად სასუქი მოედანი. სასუქ მოედანზე ამან უნდა გაატაროს დაახლოებით წელიწადი, შეიძლება წელიწადი. გააჩნია რა ზონაზე უნდა ფიდლოტს აყვანა. არსებობს რომ შუალედური ესე თქვა ფიდლოტს არის, რაღაც პერიოდი აიყვანე, რაღაც ზონას აიყვანე, მერე გავყიდე და მერე ახლა სხვამ წაიყვანა კიდე. არსებობს ეგეთი, საქართველოში არა, მაგრამ ამერიკაში კიდე არსებობს. ჯერ მაგდონემდე არ ვართ, ჯერ ეს საბაზისო კი ბატონო, ამიტომ ხა ჩვენ ამ შემთხვევაში შენ როდესაც მოხვალ ჩემთან რა აბარა გავაკეთო, მე გეუბნები რომ შენ პირველ რიგში ფერმას რო აკეთებ, რამდენ სულზე აკეთებ და რისი გაკეთების მასშტაბი გაგაჩნია, რამხელა შეგიძლია რომ გააკეთო ფერმა. ამას რატო ვიძახი? თუ აკეთებ 20 სულიან ფერმას და აკეთებ 200 სულიან ფერმას, ნოლიანზე დაწერა ხო ადვილია. გადაკეთება ძალიან რთულია. ანუ სულ სხვა და სხვანაირი ინფრასტრუქტურა და მენეჯმენტი გჭირდება ამ ყველაფერში. მოდი ოპტიმალური ზომა ვთქვათ. ოპტიმალური ჩემი გადმოსახედია რო გითხრა, ეს არის 200-250 სული, რომელიც ანუ capacity ფერმის მოცულობა უნდა იყოს დაახლოებით 200-250 სულიდან, ესე ვთქვათ. სულიდან ეს არის ყველაზე ოპტიმალური. და რატო არის ეგ ოპტიმალური? მოკლედ უთხრათ, მე ჩავშალოთ. 120 სულს მაგალითად მე ვაჭმევდი ჩემთან დედოფლის ხაროს ფერმაში, ყოველგვარი დამხმარე, ასე ვთქვათ, ტექნიკის გარეშე. ანუ საოპერაციო ხარჯების ნაწილი. ანუ 250 სულიანსაც გაკაჩავს, უბრალოდ თახერა არის, შენ ისე უნდა გააკეთო ინფრასტრუქტურა, რაც შეიძლება ნაკლები ადამიანი დაგჭირდეს მერე საოპერაციოდ. ანუ 250 სულზე ერთი კაცი ჩემი აზრით სრულიად საკმარისია. ტექნიკით. ოღონდ ჩემ აზრს რატო ვამატებ ახლა მას რა? არსებობენ ადამიანები, რომლებიც ამ საქმეს ისე აითვისებენ, რომ 250 სულის კვებაში შენს თუ ტექნიკურად რაღაცებში ხელს შეუწყობ, ანუ რაღაცა ტრაქტორი, პატარა ისეთი, რომელიც მიიტანს რაღაცა, მასეთ ფერმაში შენ მიქსერი არ დაგჭირდება, საკვები მიქსერი, ანუ მე რაც მაქვს რა, რაც ნახეს წითელის რო. აქ შეიძლება არ დაგჭირდება, ჩემი ახლა 8 კუბიანი არის, ახლა ჩამომივა 16 კუბიანი. ჩემთან ფერმას ჭირდება. შენ შეიძლება ეს არ დაგჭირდეს, ანუ მაგის გარეშე შეგიძლია რომ თავი გაართვა, ან სხვა ისეთი სტარტაპზე არსებობს, რომელზეც კარჩი ამას გააკეთებ და რამე რო იყოს გულით რომ მოინდომო და ესე რომ არ ჩათვალო, არ ითაკილო, შენ შეგიძლია რომ მარტო ამას თავი გაართო. ასე თქვა ისე შეგიძლია რომ ეს ფერმა გააკეთო. ან ერთი ადამიანით
ესე თქვათ ამუშაო ეს ხარჯები იმასგან. ოღონდ ეხა ერთი ადამიანი ამ ფერმაში არ ნიშნავს ირაკლი იმას, რომ სულ ერთი ადამიანი იქნება. ანუ როცა შენ სულა ერთია, მაგრამ ნახე, როცა შენ გაქვს მაგათაც ეს ასაცრელი ყავს ან რაღაცა, გინდა არ გინდა ამასე ადამიანი დამხმარე, ერთი-ორი ადამიანი ყოველთვის დაგჭირდება რა. მაგრამ ამისი ერთიანად ტაჩი ყოლას, იმიტომ რომ შეიძლება თვეში ერთხელ დაგჭირდეს შენ ეგეთი რაღაცა ხდება. ხო, სერვისი გაგიწიოს, მოიყვანო სოფელთან მიჭები, იმ დღეს მისცე 50 ლარი დღეში ან დღიური მუშახელი და ამიტომ ის სტაბილური მუშა ადამიანი, რომელიც შენ გჭირდება, ასე თქვა რა, ეს არის შეიძლება ერთი, ანუ თვითონ მოქმედებაში ერთი ადამიანი საჭირო. შენ ამას სულით გააკეთე, იქ რაღაცა ბიძაშვილი დაიხმარება, ეს შენი საქმეა რა, მაგრამ ერთი ადამიანი ამას გაართმევს თავს. ამის ზევით 200 სულზე ზევით, უკვე ყველა ვარიანტში ტექნიკა დაგჭირდება. ანუ 300 სულიანი, 400 სულიანი, 500 სულიანი და 700 სულიანი ფერმის მართვა ჩათვალე იგივეა, რაც 300 სულიანის რა. დღეს ერთი ზომებია რა, რეალურად, რომელსაც აღარ მაქვს საუბარი 5000 სულზე და ასე შემდეგ. თუმცა არც ერთი არ არის პრობლემა და არც ერთი ანუ ერთი კაცისთვის რო ავიღოთ, დაუშვათ, აი საწყისი 200-დან 250 სულამდე. საწყის ეტაპზე ვარ რა, ვთქვათ 200-250 სული მაძლევს იმის საშუალებას, რომ ოპტიმალური ხარჯი მქონდეს, ხო? კაი, დაუშვათ. მე გჭირდება ტექნიკა. კი ბატონო. ამ შემთხვევაში ამას რაც რა რაოდენობაზე ხომ მე შულაპარაკობთ, შეგვიძლია პატარა ჩიკჩიკა ტრაქტორით ყველაფერი გავაკეთოთ. შუაში პრახოთი, სადაც ჩაივლი, მეშოკით ჩაუყრი საკვებს, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მაგრამ აუცილებელი არის, რომ ამ ფერმაში 250 სულიან ფერმაში შენ უკვე გქონდეს სწორი და ნორმალური სასწორი. იმიტომ რომ ისევ წეღაროც თქვით, ეს ვიღაც დამხმარე ადამიანები რომ მოიყვანე, საგინებელი არ გაიხადო და აი ხა ვიღაცა შენ თუ ეს სწორად არ მოუწყი რაც ვიდეოში განახეთ სასწორი ეგ არის მეგობრებო თუ სწორად არ გააკეთებ ამ ესე თქვათ ინფრასტრუქტურას შენ გაიგიჭირდება ძალიან ვთქვათ მაგალითად დღეში 200 სული არ ერთიანად გადაწყვნო და ამ დროს თუ ამას ვერ გააკეთე და რაღაც 200 წონი რა ქვია მთელი კვირა ხო არა შენ ცოტა ხარ და ის ცოტა რა თვითონ ძროხად ცოტა არის ამისაც რა გინდა ის გინდა ამიტომ ინფრასტრუქტურა ისე უნდა მოაწყო რომ არც იმიტომ რა ხე ეს პატარები კიდე ისე არ არიან ხოლმე მაგრამ როცა უკვე გაიზრდება ის რო ერთი გაიკონტრუშებს რთული დასამორჩილებელია ის სასწორით სწორად შერჩევნები მეხორცული საქონლის უნდა იყოს ან თავი დერეფნის და ყველაფრით ხო დერებანი უნდა იყოს აუცილებლად 80 სანტიმეტრის ფარგლებში მაგაზეთი განიერი არა იმიტომ მე შიგ ტრიალდებია და ეს კიდე სხვა პრობლემას გიქნის, იმიტომ რომ მე ჩემ თავზე გამოსვლა მეტრიანი მქონდა რა და იმენა დამტანჯეს რა. 80 სანტიმეტრი უნდა გააკეთო ყველა ვარიანტში. მე ეს დერეფანი ისე უნდა გააკეთო, რომ სხვებთან ხილვადობა ნაკლები კონდეს, იმიტომ რომ მე ერთმანეთს აი შორს რო ხედავს. ანუ მაღალი უნდა იყოს კედლები. კედელი ისე უნდა იყოს, რომ არ უნდა ხადავდეს რა მეორე მხარეს. მაგას იმიტომ რომ აი თქვა რაღაცა უკვე გაიარა და იქ მეორე მხარეს გალიდან ამაზე ეს რო ხედავთ იქ ეშინია უკვე რა. ამიტომ ეგაც და ასაკზე თქვათ უფრო ვიწრო არ დაჭირდება თუ ეგ როგორ არა? არა, რა თქმა უნდა, მე ხა მაგას ნახე ეს იდეალურად მაგას ვერ მოაწყე. ამისთვის ცალკე გააკეთო, იმისთვის ცალკე. ხო, თავარი ის პრინციპები დაიცვა რა. მაგრამ ნახე მე მაგას მინახავს და კარგი ვარიანტია ესეთი V-ტიპის ის რო გააკეთო რა. აი ესე, იმიტომ რომ ანუ ზევით ამხარია 80 სანტიმეტრი, ეს არის თქვათ რო იზრდება მე უკვე განშიც გადის. ხო, რა და ამას არ უნდა კონდეს მოbrunების, ესე თქვათ, საშუალება, ეს არის მთავარი ამისთვის. მოკლედ ძაბრივით მეგობრებო გააკეთო, მე აუცილებლად უნდა გააკეთო, ძალიან ისე უნდა უიწრო რა იქ შუაში რაღაც მოდელივით გაიაროს რა. ო მაგი ზევით რა 80, ქვევით 70. კი. აი ესეთი. რო შემოტრიალების საშუალება უნდა მიცეს. აუცილებლად ჯობია რომ ის გვირაბი სადამდე სასწორამდე შეიყვან, აუცილებლად გააკეთო რაღაც 2 მეტრის სიმაღლეზე მაინც, იმიტომ რომ მან ყველაზე ესეთი აქვს შეშინებულები არიან და შეიძლება გადმოგიხდეს შეიძლება იმასკნაც. მაინც ჯობია რომ გააკეთო 2 მეტრა და ასევე არის მაგალითად სტუპე ესე საფეხური უნდა გააკეთო სადღაც ერთი 50 სანტიმეტრიანი რატო იმიტომ რომ შენ რო მეტრა ნახევარზე ესე თქვათ მეტრა ნახევარი ჰაერში რო ახვიდე რომ აქ რო არიან ესე ჩალაგებულები ამ იმაში ესე თქვათ გვირაბში შენ რო ზევიდან აცრა გააკეთო თუ არის ესეთი აცრა რომ უფრო რთულად გასაკეთებია კანქვეშ უნდა გააკეთო ისეთი ან მეტი რაღაც ან სისხლი გასაღები რაღაცა ის უკვე იმ სასწორში უნდა გააკეთო ყველა ვარიანტში მაგრამ თუ ამას არ აკეთებ მაშინ
მე აუცილებლად კარგი იქნება თუ სასტორის კარები მე ხა მაგათ ჩემს სასტორს არ აქვს ეგეთი კარები, ეს ძველი მოდელი არის და ეს კარებია ესე იხსნება რა. ხო. რაც არ არის თლად კარგი, ჯობია რომ როლიქზე იყოს. სლაიდერი. ხო, რა რომ ეს უფრო გაცურდეს და შემოცურდეს რა. და ეგ კარგია და მე არ მაქვს ეგ მათვალებს. ხო. იმიტომ ამას რო ხსნი, მე რაღაცა ორი სული ერთად რო წამოვიდეს, ანუ კარო მოყვება რაღაცა რა, ეს ცდილობს რომ გამოიქცეს ამასთან ერთად და ანუ შენ კარების მოხურო გიჭირს და მაგიტო არა პრაქტიკული არის რა. თუმცა, ნუ რა თქმა უნდა, მუშაობ და ვაკეთებ, მაგრამ მაინც ჯობია. მე რაც არის გასათვალისწინებელი კიდე არის რომ წინ აუცილებლად აი ორი გალია მაინც უნდა გქონდეს ისეთი ან სამი მაინც რომ ამაში დაახარისხო ესენი რა. იმიტომ რომ შენ თუ ესენი არ დაახარისხე, ანუ შენ რატო გინდა დაახარისხება, ხო? წავედ რაღაცას აი კოპუსში მაღალ მთაში ავედი, ვიყიდეთ 50 სული, რომელშიც არის რაღაც 300 კილოიანი რაღაც 200-იანი. ესენი ერთმანეთს აწვალებენ მე. ანუ დაჩაგრავენ. ანუ ის 300 კილოიანი წეგა ჩემ მაგალითად რაც მოიგებ, ეს 300 კილოიანი ამაში დაჩაგრავს. ანუ სუჭამს და ეს დარჩება მშიერი და იმაშვება რა აწვალებს. ანუ გაათანაბრო ესე. აქედან გამომდინარე შენ ამათ უნდა მისცე, იმიტომ რომ საერთოდ ყველგან არსებობს სადაც 10 ძროხაში ერთი არის ლიდერი. ეს ერთმანეთში ჩიგითა აქვს ეს იერარქია რა. აქედან გამომდინარე შენ ეს თუ არ დაურღვია და ის დიდებმა და დიდების რო ჩაგრავენ ამას ეს თუ არ იმასქენი, ძალიან დაგიჩაგრავენ ამას. ან დედალ-მამალში არა კი, თქო მამლებში მარტო ან დედალებშიც ეგ. მაგრამ შენ ხა დედალ-მამალიც ხო ყავს არა? კი, მაგრამ სხვა გალიაში ეგ. ეგ ყველა ვარიანტში სხვადასხვა გალიაში უნდა იყოს, ხო? და ესენი რომ გადაადგილდებიან, ანუ აქ რო დაიწყებ ამას გადასორტირებას რა, იმის მიხედვით უკვე გვალიებში გაანაწილებ. შეიძლება არ დაგჭირდეს, მაგრამ უბრალოდ ესეთი საშუალება უნდა გქონდეს. ეხლა მაგალითად მე დამჭირდა 3-ად დახარისხება. ამ ფერმაში ეს 3-ად დასახარისხებელი არ მაქვს, ცხვრის მაგ დასახარისხებელი საქონლის არ მაქვს და აქ ვიწვალეთ რა, ვიწვალე როგორ რა, თქვა 300 კილოიანი, 350 ესენი საშუალოები და პატარები სხვადასხვა კრასკა დავასვი ზურგზე. მაშინ როცა მარკირება გავუკეთე და არც ეს მარკირებები აღარ გამეკეთებინა და ამ შემდეგ ხო ესე. ამიტომ ეს პრაქტიკაში საჭირო და ახლა ის უნდა გააკეთო შენ და ის უნდა გაითვალისწინო აი ამ სასუქმოედან და რომ გამოყავს ესენი. რომ მოდიან აი აქ რომ უნდა მოვიდნენ აი ამ ესე ვთქვათ აი ამ მაგიდაზე ესე ვთქვათ რა სადაც ეს სასწორია ესენია ამ გვირაბში სანამ შემული ისინი რომ გამოყავს ისინი იქიდან რაღაცა გვირაბით უნდა გამოვიდნენ. იმიტომ რომ ვერ გაიშლება, იქაც ბევრი ხალხი დაგჭირდება მაშინ. ან ბოლო-ბოლო შეგიძლია რომ თუ დიდი ფილოტია, ან დიდი მოცულობა, რა თქმა უნდა, იქ ჯობია რომ ცხენიანი კაცი გამოვიყენოთ რა. იმიტომ რომ რაღაცა რო იყოს, ხა პატარები არაფერი არა, მაგრამ დიდი ბუღა რო არის, შეიძლება კაცზე გაიციოს. იქნება გამომდინარე ცხენიან კაცს უკვე ერიდება. ორი და მოხდეს. ხო რა, და ცხენიან კაცს ერიდება ეხლა და ამიტომ ეგეც გასათვალისწინებელია. კიდე შენ რაც უნდა გქონდეს გასათვალისწინებელი, ძალიან სწორი იქნება თავიდან თუ გაითვალისწინებ ტრაპს, სადაც საქონელს აიყვან და როგორ ჩამოიყვან საქონელს რა. დასატვირთი რა, ამიტომ დოკი თუ რა ქვია ქართულად. მაგასაც ეხლა ხან ხუთს უგრიხავენ, ხან იმაშვებიან, ხან ჰაერში გაიკვანძებიან, ხან ეს ფეხს რომ მოირთქნეს, ყბაში გაარტყავს ვიღაცას დააგდეს ნოკაუტში, არის ომი რა. ეხლა თუ მარტოს ბაზარში თუ წახვალ დილით ნახავ იქ არის კორიდები რა ვიცი რა იმასავით ხო და ხა ამ იმას ხო უნდა გადავეჩვით რა ამიტომ აი ეგ ნაწილი თვითონ აი ამ ფერმის ინფრასტრუქტურის რა ეხლა მე რა შეიძლება მოგიყევი 250 სულზე არის საკმარისი და ბოდიში რა მაინტერესებს იცი ანუ რამე საშუალება არსებობს რომ ან მოადუნო მაგ პროცესში ანუ არსებობს უბრალოდ ნახეთ რა არის მან არსებობს ისეთი პრეპარატები, რომლებიც მაინდა-მაინც კარგი არ არის, რომ შენ ამოდუნებით გადაყავს მე დასაკლავად. ეს ყველაფერი გადავა მე ადამიანში. ამიტომ იმ პრეპარატებს უწერია, რომ ესო ნუ დაკლამდე არ უნდა გაუკეთო, ხო? აი დახარისხების დროს იმის დროს ამის დროს. არა, მაგას ჭირდება რა. მაგეთ ჯეგაიგაც უიქამდე ყო მოყვანილი ახლა და კიდე ნემსი გაუკეთო იმას, ბარემ გადავწონე და გაუშვი თავისაზე რა და დავაბრუნე ისე უკან. მოკლედ არ არის საჭირო. არა, მაგას არ არის საჭირო. და საჭირო ხდება ხოლმე დასმის დროს თუ აი სწორად არ აქვს მოწყობილი დასასმელი. და საჭიდაო გაქვს და არ იქა და უბრახუნე და რაღაცები რა მაგიტო. ხო. ხო, ამიტომ თან რეკომენდირებული არ არის პირდაპირ. ეგეც გვირაბით უნდა გავიდეს. ხო და მაგიტო ვეძახი დასასმელი ტრაპი უნდა ქონდეს. იგივე ჩამოსმის დროსაც რა ახალი მოვიდნენ და გახსნა კარები და ეს სადა მოხუდი იძახის ახლა იმას და
შეშინებულია და ესე ჭვანე ბალახი უნდა კონდეს რა ამაზე. გაფენილი რომ გამოიკონტროლო შეს რა. ეგ არის ეგ რაღაცა უნდა აკონტროლო. მე ახლა ნახე რა ხდება. ამ ფერმაში ბარი მეც იმასაც გეტყვი ინფრასტრუქტურაში გალიები უნდა კონდეს, რა თქმა უნდა არ არის ძალიან ესე თქვა ბევრი აუცილებელი, მაგრამ ბევრი იმიტომ უნდა კონდეს რომ თუ ეს დახარისხება მოგიწია. მაგრამ საშუალება კონდეს. ხო, საშუალება კონდეს, მაგრამ ყველაფერს თავი გაანებე შენ იმის გამო რომ აპირებ რომ თქვა ყოველ თვეში ერთხელ საქონელი შეიყვანო, მე ყოველ თვეში ერთხელ დაკლა, რა ამას ვიზა cash flow-თვის გჭირდება ეს. ანუ ერთიანად შეყვანა არის, პირობთ თავიღებ, აი მილიონი ლარი უნდა დავხარჯო, ზროხები ვიყიდო და მე ერთად 2 მილიონი ლარად უნდა გავყიდო. გაცილებით უფრო რთული საოპერაციო არის, ვიდრე თქვა 100,000-ები და 150,000-ებით ვიყიდე და გავყიდე, ხო ესე? ფიზიკურათაც ვერ იყიდე, ხო, ჩვენთან. ჩვენთან ვერ იყიდე. ნუ ეხა ეგ მანამდე აღარ მივდივარ რა, ანუ ეს უბრალოდ სულთან დავიღოთ, რომ აი სამენეჯმენტოდ როგორი რთულია. ამიტომ შენ ყველა ვარიანტში გააკეთო, რომ ეს გალიები ქონდეს რამდენიმე. 6, 7, 8, მაგრამ უნდა ქონდეს არჩილობა მეტი, იმიტომ რომ ზოგან შეიძლება რომ ერთმანეთ დაჩაგრონ. მაგალითად ვიღაცა შეახტა იბუა არის რაღაცა, შეახტა ერთმანეთს და ის უნდა გამოაცალო, გამოიყვანო, თორემ მოკლავენ დაგიცახი შეჭრებენი, ამ ფეხს მოტეხავენ ანების შემდეგ რა. აქედან გამომდინარე შენ გჭირდება რამდენიმე ესეთი გალია სათადარიგო, ასე თქვა, სადაც ამებს ერთმანეთთან არ იმას ისა რა ქვია. ანუ რამდენადაც განსხვავებული ისა ყავს საქონელი, ასაკით გინდა, ტანით გინდა, ასე შემდეგ, შესაბამისად უნდა დააბალანსო რა. ხო, გადარჩევა ეგრეა თევზშიც მაგალითად რა. კი, არა, ყველაფერში ეგრეა. ანუ ერთ აუსრო ზრდი თევზს ერთი არ ყოფნის, უნდა ქონდეს 5, 4. რომ ის რაც იზრდება ახარისხო, ზოგი ჩამორჩება, ზოგი ის დაჩაგრავს, დიდი ჩაგრავს პატარას და თევზს ეგრეა და ადამიანს ეგრეა. ყველგან ეგრეა. ადამიანებში განსაკუთრებით. აქედან გამომდინარე, აი ეს ნაწილი ინფრასტრუქტურის ნაწილში ხა ზოგადია, მაგრამ ჩემი აზრით ბევრი დეტალი ვთქვი, მაგრამ მაინც ზოგადია, იმიტომ რომ ყველგან ესეთი ის არის, რა ქვია, თავისი ნიუანსები აქვს ამ ყველაფერს. ნუ იქ საკვებურები როგორ უნდა იყოს და რაღაცა ხა ძალიან შორს წაგვიყვანს რა, მე და შენ ბევრი პოდკასტი დაჭირდება მაგას ვკითხე რა. მაგრამ მე გადავიდეთ მოდე ამის ფინანსურ ნაწილს, ფინანსურ შესყიდვის ნაწილს. ხო, აი ეგ დავიწყო. სად უნდა წავიდე რომ ვიყიდო ხბო. თქვათ მინდა რომ 200 სულიანი გავაკეთო და დავიწყო თქვათ რა, მივყვე 10, 20, 30 და მივყვე პროცესს რა. საერთოდ ჩემი აზრია რომ პირველ რიგში უნდა შევთანხმდეთ იმაზე რომ ჯობია რა, კი არა, მიხოთ იმისა რომ თვალი არ მაქვს ცუდი, მაინც ყიდულობ ცოცხალი წონით. ხო. იმიტომ რომ თვალს ნებისმიერ დროს შეუძლია. ხა 1 და 2 სულზე არ ალაპარაკი, მაგრამ 20-30 სულში შეიძლება რომ მოტყუდე. შეცდე. ან სხვა გზა როგორ უნდა იყიდო ცოცხალი წონის გარდა? ცოცხალი აი გადახედავენ და აი მოდი ამაში მოგცემ. ერთეულად, ხო, ესე რომ ამაში სხვათა შორის ძალიან მაგარი ისა აქვს, ფასი არის. არ ვიცი ეს საიდან მოდის, მართლა აი ჩემთვის ისეთია, მაგალითად მარნეულში რა. ხო. რომ აი ძროხამ რო გაატარონ რა, იქ ხო ის არის ხო ჩამოატარებენ ხოლმე რაღაცა და ძროხას რო გაატარებენ, ან რომ მიხვალ, რო იკითხავ ფასი რამდენია? 19.9. აი რა არის 19.9? 9 დაგიკლებს. არა. აბა. აი რა არის 19.9? შენ ხო კვიზზე გინდა რომ შევამოწმო. ხო. აი გიკითხები ძროხამ რო გაიარა, ფას რო გიკითხები 19.9-ს რო პასუხობენ, რა არის ეს 19.9? 19.9 რა. ხო და აი რა არის 19. აი კაც შედიხარ პირველად და ყიდულობ. და მეუნება ტექნიკა ცოცხალი წონის ფასი არ არის. ხო, აბა ძალიან ძვირია, ხო? ეგ არ არის. 19.9 რა შეიძლება იყოს? ფასთან კავშირში არ არის. ფასია პირდაპირ. მითხარი, ჰა. დამლევდი. 19.9-ს უნდა მივუმატო 1 წელი, 0-იანი და მიუწევ და გამოგი 1950 ლარი. ანუ არიღლიან თავს ეს. აი რა არის 19.9 12 უყურებ რაღაცა მაშინ არის 7 ლარი არის, რა ქვია, ცოცხალ წონაზე ფასი. მეორე 12 და ვერ გამიგია კაცო, მე ვთხარი რა 12 მემუნები მეთქი რა და 1200 ლარი. 12 და 0 რაღაცა. 12-100-ო უნდა ეს. ხო რა, მეთქი. ეს ამერიკელებს აქვთ რა? არა, ხო, ვიცი. ანუ 1200-ს კი არ ამბობენ. ვიცი. ვერ იწავეთ, მეთქი ეს ამერიკულად რატო მეუნებიან ამ შუაგულიმაში, მათი მარნეულში ვერ გავიგე. ამერიკას უარიცი სად არის, ეგ კაცმა მეთქი და რატო მეუნება ეს? ნუ კარგი, აი ეგეთი შეიძლება მაგათ მოიგონეს და მე შეიძლება იქ იყო, რომ ვერ ვიღაცა ჩავიდო და იქ და ბიჭო, ხო და ნახე, ამ შემთხვევაში ესე თვალზე ყიდვა ხო. ვაჭრებს აქვს დამუღამებული.
ხო, მაგარ თქვა ვაჭრებს. სიტყვაზე 10 ლარად რო უნდა ეყილა ცოცხალი წონა, შეიძლება 9.50-ში, 9.30-ში და იმაში გაარტყას. მაგრამ ვისაც ეს ყველაფერი თამუღებული არ აქვს და ესე თქვა მისი მაინდსეტი არ არის, რომ ვიღაცას უნდა დააკლებინოს და იმას ქნას. ხა მე ვაჭრობა მინახავს ჩემი თვალით ბაზარში საქონელზე, აი როგორც ის 1300 ლარი უნდა გადაიხადოს და 20 ლარზე რო არის ხოლმე ვაჭრობა რა. კი, კაც მაგის მეტი რა არის. ეხლა ტიპები ერთობიან მაგით ეხლა და ჩემთვის ეგ არ არის რა, მე ეგ არ მაინტერესებს. მე მაგიტომ ვიდე რომ აი ცოცხალი წონა მეტია, მეც გადავიხდი. არის ვინმე ტიპები რომ აი გეუბნებია რომ მე შენთვის მოვაგროვებ საქონელს ვიყიდე. კი, მანდაც მივიდა. ანუ არსებობენ ტიპები, რომლებსაც შეგიძლია რომ ისე მოელაპარაკო. უბრალოდ ამ ტიპებთან საუბარი ჩემი აზრით უფრო იგარო გაგიძვირდება, მაგრამ შეიძლება გერჩინოს და ეუბნები რომ მოდი აი ჩემთან ფერმაში, პირობითად თუ იცი რომ ბაზარზე არის 11 ლარია რა. მოდი 12 ლარად მომიყვანე. ხო. ხო, თავის საკომისიო ხო, საკომისიო, ამას წონაში კლება აქვს, გზაში გადმოყვანის დროს და ასე შემდეგ. და იმაში, უბრალოდ მან დააქვს ერთ რამის დიდი მნიშვნელობა რა. რამდენად შორიდან, რამდენად ახლიდან მოყავს მე ეგ საქონელი. რამდენად წყალი ბევრი დაალევი და რამდენად ციფას ქნდა. რო შენ მიიწონო ადგილზე. რა თქმა უნდა, შენ წყალში გადაიხმარე ბევრ ფულს. არის ძალიან ბევრი ნიუანსია მაგ ყველაფერში, ეგეც რა თქმა უნდა გამივლია ყველაფერი. და შეიძლება თქვა აი მოელაპარაკო რომ კი 12 ლარს გიხდი, ჩემთან რომ მოვა საქონელი, იმ ღამეს ტოვებთ, მეორე დღეს დილის ავწონთ რა წონაც არა. ანუ ბევრი მოლაპარაკება შეიძლება იყოს. შენ როგორ აკეთებ ახლა? ძირითადად. ირაკლი, მაგიტო გეუბნები, მე საქართველოში პრაქტიკულად აღარ ვყიდულობ ხოლმე საქონელს, ანუ არის ძალიან ახლობელი ადამიანი, რომელთანაც კი ბატონო ზოგადად შეიძლება ადგილზე მოველაპარაკო, ადგილზე თვითონ იმის ფერმაში გადავიხადო, ანუ თუმცა რეალურად მირჩევნია რომ ჩასვიდე ადგილზე მივიდე ფერმაში, ნახო საქონელი, იქ მოველაპარაკო, გადავიხადო, თუნდაც იმან გამიკეთო 3%-იანი სკიდკა, ასე თქვა, ფასდაკლებ, ეს არის ოკეია ყველგან, ყველა ვარიანტშია, იმიტომ რომ ეს არის ის წყალი თუ ასე შემდეგ, შარდი, რომელიც ნებისმიერ დროს, ანუ ცოცხალი ცხოველი დაახლოებით თავისი ცოცხალი მასის 3-დან 4%-მდე საკვებს და წყალს მოიხმარს დღეში. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ მას ამდენის, ესე ვთქვათ, გზაში დაკარგვა, ანუ ეს არის, როგორც არა სტანდარტში არ არის რა, ხო ხდება სტანდარტი, ხო. აქედან გამომდინარე, ვიღაცა ამასეთი ფასდაკლებას ყოველთვის ვაკეთებ ხოლმე რა. არსებობს, ეხლა მეც რკამ ვიყიდო ცოცხალ წონას, ფასდაკლებას, აი ამ წონაში ვაკეთებ. ეს ლოგიკური არის. და მაგრამ ამ შეთანხმებებს გააჩნია რა. ეგ ისეთია, გემზე რო ვტვირთო ხოლმე ხან რო გემ ფერმაში ცხვარზე ფერმაში მოველაპარაკების ზონაზე აქ რა იწონება, მე იქ რაღაც სკიდკა მოგვიკლებ. ან შეიძლება არ დავუკლებ, იმიტომ რომ ფასი მაქვს ისედაც დაბალი მიცემული და ეს შეთანხმების ამბავია რა, მაგრამ მე გირჩევ რომ ფერმაში შენთან მოყვანილი მიიწონო, ან შენ მიხვიდე ფერმა, იმიტომ რომ რატო იცი? დიდი მნიშვნელობა აქვს თვითონ ნახირის ნახვას. ხო. ანუ დედა რა არის? ბუღა რა არის? ანუ უკვე ზრდასრულის ნახვას. ხო რა, არა, ხო, დედამისი გაინტერესებს ამ შემთხვევაში. როგორი ტიპია რა? ხო, როგორი არის, რამხელა არის? ეს რას დაემსგავსება? ეს რას დაემსგავსება? ხო, იმიტომ რომ ეხლა მაგალითად მამაჩემის ფერმიდან საქონელი რომ მომყავს ხოლმე, ყველა ვიცი რომლის არის, რა ქვია, ბუღის არის და რომელი დედის არის. მიუხედავად იმისა, რომ ხო, მიუხედავად იმისა, რომ ეხლა სხვა შენც ხო ნახე, სხვა საქონელია, მაგრამ აქ მე არც ამათ დაბადების დროს ყოფილი ვარ. არც შემიბიოს რაღაცა, მაგრამ უკვე იმდენად ვიცი ეს ისინი ჩემი ბუღები რა, რომ ვიცი ეს რომელისა არის. იგრი არის იქაც უბრალოდ შენ ეხლა ყველას ხო სახელგვარი თუ ვერ გაიცნობ არა, მაგრამ რომ მიდიხარ ფერმაში უკვე ნახავ სიტუაციას ეხლა. ჩაიწერეთ მეგობრებო, პასტაფურცელი აიღეთ, ჩაიწერეთ, ვისაც გაინტერესებთ ეს ბიზნესი. კარგია. და არხი გამოიწერეთ და ვიდეო დაალაიქეთ, თორე გავთიშავ. არა, ინტერნეტში ვერ გასწავლიან ამას. მეგობრებო, არხი გამოიწერეთ, ვიდეო დაალაიქეთ და ჩვენ ვაგრძელებთ. ბარემ აქვე კითხვა გაუჩნდებათ რა, მე აქ ძირითადად არ ყიდულობო და საიდან ყიდულობ მოკლედ რო უთხრათ და რატო? ხო, მე ხა რაც ჩამოვიყვანე მაშინ ყაზახეთიდან ჩამოვიყვანე, სამწუხაროდ ყაზახეთიდან ხა ვეღარ შემოყავს და ეხლა ვცდილობ რომ სხვა არხებიდან, სხვა მხრიდან შემოვიყვანე. აკრძალა ყაზახეთმა ექსპორტი. გაყვანა აკრძალა თვითონ, იმიტომ რომ ფასები გაეზარდათ და შაშანა 1 წელია რაღაც აკრძალა. ისე მეზობლებში სად არის ეგ დაშვებული, თქვათ, ხბოს ექსპორტი? ექსპორტი როგორ რუსეთი მოზარდ საქონელი ყველაზე თურქები რა შვებიან თურქეთში მხოლოდ ფასი არის სხვა თემა თურქეთს იქით შეყავს იმიდან ბრაზილიიდან და იქიდან
სომხეთში რა ხდება მაკუთხით? არაფერი. სომხეთში ჩვენი ფასი ან ჩვენზე ცოტა ძვირი. რამდენიმე წლის წინ, მაგათ 10 წლის წინ აქეთ შემოდიდა სომხეთთან საქონლო. მაგრამ იქაც იგივე ჭირთ რაც ჩვენ აქვს ხოლმე რა. ამოვჭამეთ და აღარ ვაგრძელებთ ამ საქმეს. ანუ ბაზა აღარ აქვს დიდი. ანუ ეს არის ირაკლი არის ხა ცოტა სოფლიო თემაზე გადავდივართ, მაგრამ ეს არის სოფლიო დონის ბალანსი რა, მოკლედ რა ვთქვა, ხო? ჩვენი პრობლემა. არსებობს თქვა ბრაზილია, სადაც შეგიძლია რომ ვიყიდო ესე. უბრალოდ ბრაზილიას ცუდი და ანუ ურუგვაი მაგალითად. იქ ცუდი პროსტა ის არის რომ ძალიან შორი მანძილია. რასაც ირებულება ტევადია, ასე თქვა და შენ გემო წამოიყვანო მინიმუმ 4-5,000 სული. აქ საქართველოში მაგის 4-5,000 სულის მიმღები და ესეთი აი მე ჩემ ფერმა შემიძლია სადაც 2,500 სული მივიღო. ერთი ფერმა მაქვს ბათუმში, ჩემს მაგასთან ერთად იმას 1,500 სული შეგვიძლია მივიღოთ ყველაზე მაქსიმუმად. ამდენი სული მოიყვანო ერთდროულად. ამდენი სულის ერთდროულად გაყიდვა რომ დამჭირდება, თუნდაც 2 თვის განმავლობაში. ეს ბაზარზე იმ ხელაზე იმას შეგვიძლია მე ჩემ თავს დაუგდებ ფასს, და კიდე სხვებს. ამიტომ ეს რეალურად საჭირო არის რაღაცა უფრო ესე ვთქვათ როგორ გითხრა, კომპლექსური იყოს, ანუ ხო. ადამიანები ვინც ამ სფეროში ვართ, უნდა გავერთიანდეთ რაღაცნაირად და ისე უნდა ჩამოვიყვანოთ, რომ მარტო ერთმა რომ როგორც რომ ფინანსურად შემეძლოს ამის გაკეთება, ეს არ იქნება სწორი. რა თვითღირებულება მაგ ბრაზილიდან შემოყვანის მეტი არ არის? რაღაც აქამდე რომ მოვიყვან, ხო, ნუ რა თქმა უნდა იმაზე მეტია. ტრანსპორტირებიან ყველაფერი. მაგრამ მაგას აქვს მეორე, ესე ვთქვათ, advantage, ხო? ეს არის გენეტიკური გენეტიკური სარგებლიანობა რა, რომ სუფთა გენეტიკა არის ესეთი იმისთვის რომ გაასუქო კარგი, წონამატი აქვს, შეიძლება 2 კილოზე წახვიდე დღეში და ასე შემდეგ რა. აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ გამართლებული. და რა მაინდა ერთი ლოგიკური კითხვაა ეგეთი. დღეს ცოტა კი არ არის. დღეს ახლა გაჩვენ 14 ლარიღის ცოცხალ წონაში ხდიან 14 ლარს ერაკში რაც მიდის 100-დან 150 კილომდე წონაში. 14 ლარი აბა ვიან გაჩვთ რამდენი. და 14 ლარი უკვე გამოდის რამე 20. ბრაზილიიდან აქ რო ჩამოვიყვანო, არის $5. შეიძლება ოდნავ ძვირი კი იყოს, მაგრამ სამაგეროდ იმისი და ამის გენეტიკა, იმაზე აღარ მაგ ფშაურავთ. ბოლო შედეგი ამისი აჯობებს. იმით ხო ჩამოყვანილი აჯობებს. კი. და რო ხან ჩამომიყვანია ვიცი. აი თქვათ აი სადედე ოჯახი, რასაც ვეძახით რა. ნახირი. ხო, აი ინკუბატორივით რო არსებობდეს რაღაცა, აი მე არ ვიცი ეგ თემა და აი ლოგიკური კითხვა გაჩნდა, რომ თქვათ აი რომელიც კონცენტრირებული იქნება სახორცე მოაგებინოს ეს ხვევები შექმნას ეს ბაზა, არ ვიცი. ნუ აი როგორ შეიძლება ან რატო არ შეიძლება და რატო არ გამოვა თუ არ გამოვა და არ გამოდის. მოკლედ სადედე ნახირის ყოლა არის რომ შენ უნდა ყავდეს საძოვარზე და რაც შეიძლება იაფინა გიждდებოდეს მისი ყოლა. შენ თუ მაგას ბაგურ კვებაზე შეინახავ, ნახე რა გამოდის ეს ერთი მაკედეკეული ჩავთოთ რომ ჩამოვიყვანეთ საიდანაც რა. ბრაზილიიდან. აი ვიყიდეთ და მოვიყვანეთ. ის არის რაღაც 6-7 თვის მაკე, მაგალითად 6 თვის მაკე რა, ვიცი ეს რა. და ჩავე 2-3 თვეში მოიგო რა. ეს რო მაიგებს, ვთქვათ 100 სული მოვიყვან. 100 სულიდან 50 დედალი, 50 მამალი. თუ შენი გეგმა არის რომ ფერმა გაზარდო ისევ შენივე სულადობით, ამ დედლების ძირითად ნაწილს შეიძლება იყოს 40 სულს მაინც დაიტო, შეიძლება 10 გაყიდო. მაგრამ ეგაც შეიძლება არც გაყიდო რა, უბრალოდ შეიძლება ძალიან რაღაცა ხო. ნუ რაღაცა გაბერწ და რაღაც მარჩა თოლეთი 40 სული, ოღონდ მომავალი წელს კი არა. იდე 1 წლის მერე გეყოლება რომ ეს ჩაგიდგება უკვე. მიხდი? ანუ ეს ხო თავიდან 14 თვეზე უნდა დაამაკო რა, ხა მაგაზე. ადრე ვერიც ანუ საერთოდ ის რომ დედამის სასაკში რო იყო, იმ ასაკში რომ 2 წელი გინდა. მაგრამ მამლები რომლებიც 50 სული ყავდა, იქ რაღაცა შეიძლება ბუღათაც კი დაიტოვო, მაგრამ ძირითადად ალბათ 48 სულს, 53 სულს, ისა 45 სულს ესე ავიღოთ, გაყიდი. აი ამ 45 სულმა, რომელსაც ესევ ეს დედები ზრდიან, კიდე 7 თვის ასაკამდე, ამასობა შენ აფერიშა ფული არ შემოგდის. ხო, აქეთ გაგდის ფული, ხო. იმიტომ რომ ძეს აჭმევ იმას. ამის ხო და შენ არ წველი და ამას ეს დედები ზრდიან ამას. მაგრამ ამ დედებმა ეს რძე ამას რა ჭირდება დაახლოებით 5-6 ლიტრ რძე, 7 ლიტრ რძე რო ამ ხბოება სვან, წოვონ ასე თქვათ რა. ამისთვის შენ იყენებ იმას რა ქვია, საძოვარს.
ეფად გამოხდი. და სხვა შემთხვევაში შენ თუ ამას ეს თუ სილოსიანი, იმიან კომბინირებულს ვაკეთებს, იმიტომ აუცილებლად მოგიწევს მიცემა, მაგ შემთხვევაში ეს უკვე ძვირი გიждდება. და აი ეს 45 მოზვერი კიდე გადავა მე სუქებაზე, თუ ისო შენასუქებ. და არა ინკუბატორი რაც შენძახი. თუ გინდა ამას ჩავხსნათ. ჩავხსნათ. აი ეს 45 სული ყავს შენ 7 თვეში რო გაყიდი და ფული შემოგივა. არა, სუქებას შევეშვით. ანუ ყველაზე მოკლე იმაში, ნაწილში შენ გაკ, ესე იგი, ჩამოყვანიდან, ესე იგი, 1 წელი უხეშად, რო თქვათ, სადაც შენ შეიძლება პირველი ფული შემოგივიდეს პლუსი. ოღონდ ეს იცი როგორ პლუსი არის, რომ 1 წელი არაფერი არ გაქვს. შემოსავალი სხვა. ამიტომ შენ აი ამ ეს დედა საქონელი თუ იაფი არ დაისვი, მას მისი საოპერაციო ღირებულება ვერ გაუკაჩა. მან მასშტაბი თამაშობს უკვე როლს შემდეგ. და მაგიტოა ბრაზილია დიდი ქვეყნები კონკურენტ უნარიან. აქ უკვე სადავართ ახლა ჩვენ ახე, ჩვენ აქ ვართ უკვე აი ამ საძოვრებიდან გამომდინარე, ჩვენ გვაქვს ესე ვთქვათ, საძოვრები არ ყოფნის. იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს მთის საძოვრები. ცხრისთვისაც და საქონლისთვისაც გაწევს. ალპური ზონის საძოვრები, მთის საძოვრები გვაქვს ლამის 1,000,000 ჰექტარი და ბარის საძოვრები გვაქვს სადღაც 300,000 ჰექტარი. ეს ბარის საძოვრები, ეს ზამთრის საძოვრები. ანუ ჩვენ ამას რატომ ვამთაბარებთ, რომ მთაში ვერ დავტოვებთ ახლა ამათ რა. რომ დავტოვოთ, მაშინ ახლა იქ გვაქვს საჭმელი დასამზადებელი და მისატანი. ამიტომ მოვდივართ ბარში, გადარებას მაგით ვაკეთებთ, რომ ახლა კახეთში ან მარნეულში შევინახოთ იაფად, რომ აქ თოვლი არ არის და ესენ დადიან და კიდე რაღაცას იმ გამხმარ ბალანს, მაგრამ რო თივა მიგეტანა იქ ეგ არის, просто ესენ დადიან და თავს ინახავენ. ხო, იმ თივასაც რესურსი აქვს. შენ ეს თივა შეგეძლო რომ გაგეთიბა და მთაში იყო ისევ დარჩე მთაში და ეს 6 თვე დაახლოებით 6 თვე შენ უნდა თივა მიუტანო და იმას აჭამო, ან ესენო ჩამოიყვანო საძოვარზე გაუშვა და ელოდო და ეს იარონ ამათ. მოყოთ ესენი ამაში აქ ენერგიას ხარჯავენ, მაგრამ სამაგეროდ ეს საკვების ხარჯი არა გაქვს და იაფია. ნუ თან ის ხარისხი მაინც არ გაქვს საკვების რა. თავისთავად, მაგრამ შენ მაშინ თისაძოვარი უფრო მეტ დაგჭირდება. ხო, ანუ და რესურსია რა, მანდ თემა რა, რომ ამოწურვადია ეგ რესურსი. ეს ახლა ბარის საძოვრებზე ეს კომუნისტების დროს დადგენილი ნორმატივებით რა, ასე ვთქვათ. მაგალითად, ჩვენს კი რა, კახეთში დედოფლის ხაროში დექით, ეს იყო 0.8 ცხვარზე 1 ჰექტარი. ხო და საქონელი 1 ჰექტარზე 1 საქონელი. მაგრამ თისაძოვრები 6-7 საქონელის ძროხა ყავდეს 1 ჰექტარზე იტანს, პრობლემა არ არის. იმიტომ რომ მისი საფარი გაცილებით ისეთია, ხო, კარგი არის. ამიტომ შენ თუ ამ ესე ვთქვათ ამ მიმართულებით მიდიხარ საძოვრის გარეშე ამ საქმეს ხელი არ უნდა წავალ. დავანებოთ თავი მოკლედ. ხო, თუ საძოვარი გაქვს, ეს უნდა აკეთო და არა იმას, რასაც ეხლა აკეთებ. ეხლა რას აკეთებ? ეხლა ყავეს ძროხები დაატარებ ნახირში, რომული დილით და საღამოთი ჩამეწველი ამათ რაღაცეთ 5-10 litrას, 1 ლიტრა, 2 litrას მიუგდებ იმ ხბოს. და მაგიტო იჭდარი დაჩაჩანაკებული და მას რო 5 და 6 ლიტრა უნდა მიგეცა და ეხლა 2 litrას აძლევ, მას არ ყოფნის. რო არ ყოფნის, მერე გადასული თივახონა შეჭამ. არ არის ხო და სწორი ეს ყველი, იმიტომ რომ ეს ყველი ვიღაცას გონია რომ ეს არის იაფი, მაგრამ არ არის ეგ იაფი. ამიტომ ჩემ მაგალითს გეუნები, კაცო. ჩემ მაგალითს გეუნები. მე რახან ჩვენ არ ავწველით ძროხას. მე ამ ეს მოზვერი, ანუ დეკეული, ან ისე ვთქვათ, ეს პირუტი, რომელიც გასარკიდი მყავს, 7 თვეში მე უკვე მყავს 200 კილოიანი. 7 თვის ასაკში 200 კილოიანი საქონელი, მოდი დღევანდელი ფასებით არის მოდი 14-ზე 12 ლარათვიან გარიშოთ. რამდენი გამოვიდა? 2400 ლარი გამოვიდა. კი. 2400 ლარს ეს ჩემი ძროხები ვერ მამიტანდნენ რძეს. იმიტომ რომ მე თვენახევარი 2 თვე მექნებოდა შედარებით, შეიძლება 10-15 ლიტარ რძე დღეში. და ჩემ პერიოდში მექნებოდა 3-4 ლიტარ რძე. თუ რო გახმება ბალახი აღარ მაქვს რძე. და ამას მირჩევნია და თან ამაში ხომ წველავი მინდა, კაცო. ვიღაცა ხომ მინდა. იმ ყველსაც ამოყვანა ხო უნდა, იმასაც თავისი ტექნოლოგია ვიღაცა ხო უნდა, ვინც აი მომიყოლებს რაღაც ხო მინდა, ვიღაცა ხო უნდა მომუშაო, ან მე უნდა ვიმუშაო. ამიტომ ეხლა აქ ვიმუშაო, თუ ამ დედას ვაზრდებინო ხო, რომელი ჯობია? ხო, მაგრამ რა გააჩნია ვის რა მასშტაბი აქვს? გავიგე, მაგრამ შენ მე გეუბნები, შენ რო ყავ 20 ძროხა და წველი, 20 ძროხის წველას თქო გაანები თავი და 20 ხბო გაზარდე მეთქი. 20 თუ ყავს შეიძლება, მაგრამ ეხლა რამდენიმე რო ყავს ხოლმე აი მან 1 და 2 ძროხიანების დრო სამწუხაროდ, საბედნიეროდ როგორ არის? ეს არის ხო, ეს ბიზნესი არ არის. ანუ ჩვენ საქართველოში მაგას უნდა გადავეჩვიოთ ირაკლა თქვათ, რომ სოფლის მეურნეობა არის
lifestyle-ი, ესე ვთქვათ, ანუ ცხოვრების წესი და არის ბიზნესი. ჩვენ თუ ცხოვრების წესად გვინათ წავიდეთ და მაშინ პატარა 1-2 გექტარი ვიყიდოთ, რაღაცა ჩავდგათ ისა და ვიყუყუნოთ იქა და კაცმებით საყვალდეს სიბერეში, მაგრამ ეს ბიზნესი არ არის. და ჩვენ უნდა ვიფიქროთ ამაზე როგორც ბიზნესზე. ჰობია ეგ, მოდი ესე ვთქვა. თორე lifestyle-ი, რაც თქვი, ცხოვრების წესია ზუსტად ფერმერობა, ბიზნესი. ხო, აი ნახე, ცხოვრების წესი არის რა. მე ამ გამარტავ ხა მაშინ რაღაც ვსახი. მე ვიძახი ამას, რომ ადამიანები არიან, რომლებიც იძახიან, რომ აი ამას ვაკეთებ და პაპაჩემი და მეც ეგრე ვაკეთებ. ანუ ცხოვრების სტილს ამას უკავშირებ. თუ ამაში არაფერს არ შეცვლი შენ. მაგრამ რატო იცი? შენ თუ ამაში პაპაშენი ხედავ, რომ პაპაშენი ამას აკეთებდა მაშინ, როდესაც ფულს ვერ შოულობდა და ეხაც ვერ შოულობს და შენ ისევ ამას აგრძელებ. ეგ არის არასწორი ჩემთვის. მაგრამ თუ იძახი, რომ მე მინდა რომ ფერმერი ვიყო, ფერმერი უნდა იყოს როგორც ბიზნეს ობიექტი. არ შეიძლება რომ ფერმერი იყოს ადამიანი მხოლოდ ხალისით. მაშინ თუ მასე არის, მოდა აღარ გინდა 100 გექტარი გაყიდე და 2 გექტარზე გააკეთე ეს ყველაფერი. მემკვიდრეობით არ უნდა იყო ფერმერი. ხალისება, ხო. თუ აკეთებ ამას, ეხლა რა მე ხო ეხლა იმას ხორი ძახი რომ არ უნდა აკეთო. შენ თუ ამას გადაწყვეტა რომ ეს არის შენი საქმე და შენ გინდა რომ ეს ყველაფერი გააკეთო, ხო? მაგ შემთხვევაში ამას უნდა მიუდგე კალკულატორით, ბიზნესით, დათვლადი უნდა გახადო. ბევრი შეცდომა უნდა დაუშვა, მაგრამ ეს შეცდომები უნდა იყოს აწონვადი, განზომადი და მერე გამოცვლადი, შეცვლადი, ესე ვთქვათ. დახვეწადი. კი ბატონო. ხო, ამას ვერ გააკეთებ შენ თუ ბიზნეს ორიენტიდ როგორც იძახიან, ანუ ბიზნესურად არ შეხედავ. მოდი მაგას დაუბრუნდეთ ახლა. დაუშვათ, გადავწყვიტე, რომ 200-სულიანი ფერმა მინდა. შეგასცინე და ფეხი ჩაგადგოინე. ფეხი მე მინდა დაუშვათ რა. მივდივარ მარნეულში და 19 ნახევარიო მეუბნებიან. ხო, 19 ნახევარზე არ უნდა გაყიდო მარნეულში ახლა დადგეს სასწორი. ხო. მეტნაკლებად ისია თუ ესე მაინც გირჩევნია რომ წამო ხელი წაავლე. წამო და იქ მოილაპარაკოთ, თქვა 10 ლარა, 12 ლარა, 13 ლარა, წამო იქ მოილაპარაკოთ. ეგ გააკეთე. მარნეულის გარდა კიდე საით არის ახალციხე. აუ ახალციხის ბაზარი ძირითადად მაკუთხით შეგიძლია გამოიყენო უფრო უზითარი სექტემბერი, ოქტომბერი, ნოემბერიც. მერე უკვე აღარ არის ან არსებობს კიდე სხვა ბაზარებიც. ნინოწმინდისკენ იქით სამცხე-ჯავახი. ძირითადად ყველას მაინც მე ნინოწმინდაში და სამცხე-იმაში რა ქვია, ახალქალაქში და ასე შემდეგ თვითონ ადიან ხოლმე ეს ვაჭრები და ისინი ყიდულობენ რომ ოჯახ დადიან. მაქსაკონეზე აცეობა დიდია რა ასე თქვა. და რატოა წაციობა დიდი? რატო და პოტენციურად კარგი არის შვიც ბრაუნების ბევრი გენეტიკა, ასე თქვა, უკეთესი საქონელია და მაინდა გამომდინარე რა. თივა კარგი აქვს, ბალახი კარგი აქვს და ამ შემდეგ და უფრო იზრდებიან. დაუშვათ ავწონე. შენ აწონე და თქვა წამოიყვანე ფერმა. რას ვაკეთებ? კიდე რა უნდა მოვიკითხო მანდ, სანამ ფულს გადავიხდი. აი ხო და ნახე რა არის მაგაში ბაზარში. ყიდვა მაგ საქონლის მე მაგიტო ვარიდებ ხოლმე თავს რომ ძალიან საორჭოფო არის. მაგიტო ვიძახი რომ მირჩევნია ფერმაში მივიდე სადღაც თუნდაც მინდორში ნახილის დროს და დედასთან ერთად საქონლები ვნახო და იმაზე მოვლაპარაკო ვიდრე ბაზარში ვიყიდო. მოკლედ ორივე ვარიანტი გაქვს რა. აი იქაც უნდა მიხვიდე, იქაც უნდა მიხვიდე. სადაც ხარი შანსი უნდა ნახო. კი ბატონო, იყიდე. რო გითხრა ხარ ვეტერინარულ კუთხით რამე უნდა გადამოწყო. ხო, იქ ვიცი აქ კითხვა რაზე დამისვი. ანუ ბიუროკრატიული ნაწილში ესე ვთქვათ, ვეცეთისა რა ქვია, ფორმა ერთები ფორმებში. რო გითხრა რამე განსაკუთრებულს აღმოაჩენა, შენთვის გარანტორი იქნება რაღაცა მოგაში მოგატყუებ, ანუ ეგეთი ტრეკინგი ინფორმაციის, ანუ აღრიცხვა, გადაცემა, რომ აი ამ დროს ავცერი და ეს გეტყვის რომ ყველაფერი გაკეთებულია. აუცი ყველაფერზე აცრილი არის, ყველაფერს დამუშავებულია, ჭიათდავები ყველაფერი გაკეთებულია. თუ ესე თქვათ, აი ვიღაცა ესეთი შეხვდა. ხო, ეგ მაგი არ ვენდო მაგას. არენდო, მაგიტო რო არ ვენდობი, რომ მე რომ მომყავს ჩემთან. დაახლოებით 4-5 დღის განმავლობაში ჩემ ფერმას რომ მიეჩვიო, საჭმელს მიეჩვიოს და ასე შემდეგ, ასე თქვათ, ხელს არ ვახლებ და არც არ ვკეთებ რა. ოღონდ სხვა დანარჩენ ნახირთან ერთად ეგ არ არის. ანუ კარანტინში ყავს. კარანტინში ასე თქვათ რა. მაგის მერე ვატარებ აი იმ პროცედურებში. რაც პროცედურების დროს ეხა ბევრი კამათი მქონდა, სხვანაირ მეცნიერებთან, აქა, იქა, ესე სულ ყველგან. მაგრამ მე რაც ნახე უნგრეთი, ავიცი,
სხვადასხვა ქვეყნებში მოგრე და იცი რომ მე მარტო ერთი ის არ მაქვს რა ქვია თქო არეალი საქმიანობის ყველგან აკეთებენ აცრებს ასე თქო დამუშავებას აკეთებენ მაქსიმალურად ერთდროულად რატო იმიტომ რომ დამტკიცებულია ეს ვეტერინარმა მეცნიერებმა დაადასტურეს რომ ერთი ჩხვლეტა რო გაუკეთოთ ცხოველს თუნდაც აი არაფერი წამალი არ შევიყვანეთ რა აი ამ ერთი ჩხვლეტის გამო მას დაახლოებით 3 დღის განმავლობაში აქვს სტრესი და არის ისე ვთქვათ შეშინებული ამიტომ მე მაგას მირჩევნია ერთიანად უჩხვლიდო 3-4 ჩხვლეტა და თავი გავანებო და გადავატანინო ვიდრე ესე ვთქვათ აი ხლა ამას რო გავაკეთებ 14 დღეში მე უნდა გადავცრა მე კიდე 10 დღეში ეს უნდა გავუკეთო მე ჭირდება დაუტი რა გავართ იმაში დამთავრდება ეს სუსტრეში ყავს სუსტრეში მიყავს სანამ ამას ბოლომდე დასაკლავი გახდება შეიძლება ვერ დავამთავრო პროცესები რაც ჭირდება ამიტომ გარეგან პარაზიტებზე შინაგან პარაზიტებზე აცრას ასე ვთქვათ ემკარზე ანუ მოკლედ ყველაფერზე რაც არის აუცილებელი ეხლა წაი შაბათს რო ისე მქონდა 4-3 ჩხვლეტა მივაყენე მივყონ დეგენი უკვე ჩემთან არსებულები იყვნენ მაგრამ უწევდათ რა ხო ამიტომ ბარემ ერთიანად უკეთებ 14 დღეში მაგათ კიდე ერთი პროცედურას კიდე გავუკეთებ ხო და ვანებებ თავს სწორად ვაკეთებ არასწორად ვაკეთებ მნიშვნელობა ჩემთვის არ აქვს ფაქტია რომ ესე მირჩევნია დაახლოებით ზუსტად გეუნები აი ხო მეცნიერების რაღაცა წავიკითხო ხოლმე ცხოვრებაში ეგრეს ოღონდ უცხოელ მეცნიერებზე გეუნები ეგეთ კვლევებს რაღაცა წამიკითხავს ზუსტად ერთ-ერთი ჩდება დაახლოებით 3-დან 4 დღემდე ჩემთანაც ცოტათი იმაშვებიან აიზმუზნებიან აუნაც ჭამა უხასეთოთ არიან ცოტას მოეფერები ცოტას დაუყვავებ ცოტას მუსიკას ჩაურთო რაღაცა იქნება ხოლმე გადაიტანენ ყველაფერს და გაიმართებიან ესე მუსიკაც მნიშვნელობაა აბა რაღაც მეცხოველების დარგში მუსიკის როლი ძალიან მაღალია კაი მოკლედ დავამუშავე ყველაფერზე რაც არის აუცილებელი მოვიყვანე ვეტერინარი თუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ გადავიდეთ საკვებზე ნუ სადგომზე ვისაუბრეთ უკვე აი საკვებზე რა სად უნდა ვიშოვო საკვები როგორ შევადგინო რაციონი როგორ დავგეგმო ამათი კვება ну ძალიან სიღრმეში არ ჩავიდეთ რა ან ზოგადად გადავავლოთ თვალი რა პრინციპების დონეზე ცოტა ისეთი საკითხი არის ხოლმე ეგ რა რომელიც ბევრ რაღაცაზე ასე ვთქვათ ნათელი წარმოდგენა უნდა გქონდეს რომ რა არის შენი მიზანი ჩვენი მიზანი ამ შემთხვევაში არის ჩემი მიზანი არის მეტი ხორცი მქონდეს მაგრამ სამწუხაროდ ბევრის მიზანი ეგ არ არის ანუ ჩამოყალიბებული არ აქვს რა შეიძლება იყოს ლეხორცულში სხვა მიზანი ხო აი ეგ არის ხო საინტერესო ნახე მე შენ გეტყვი პირდაპირ აი ხო ვიღაცები ხომ მოგვისმენენ იმას იზამენ ზოგი და ლაიქებს ზოგი გაგულანძღავს ზოგი რაღაც მაგრამ აი ამ ხალხიდან 99%-ს არ აქვს აწონილი არ წონომატი იცის საქონელს რო უყურებ თვალით შევხედა და გეტყვი წონა რამდენიაო და საკვები რამდენი უყრივ რო ეტყვი აი ლაფათქა და ნახევარი გიპასუხებს არავის აწონილი არ აქვს და ეკონომიკურად დათვლილი არ აქვს ეს ყველაფერი რა უჯდება და რაც შეიძლება გაიაფებინა ან შეიძლება პირიქით რაღაცაში უნდა მოუმატო უფრო მეტი შედეგი მიიღო მე სასწორი მაქვს არა ნახე აუცილებლად ამ კითხოს ვსვავთ რა ის რა შეიძლება რომ სხვა მიზანი კონდესო ადამიანი რომელზეც ხორცზე მუშაობს და არის წონის და წონამაც არ გებულობს უკვე მან არ ვიცი იმას მიზანი რა აქვს და იმას რომ შეიძლება რომ მე ბექა გონაშვილი ეხლა დღეს მამას უხსნიდე და ამას უხსნი რამდენიმე წელია უკვე ბევრ ადამიანს. რომ უნდა აწონო და აკონტროლო ყველაფერი. და ასე შემდეგ. ხო, ნუ ორჯერ ორია ელემენტარულად ოქულ დეფტერში მაინც უნდა ჩაიწერო რაღაცა. თუ იმ Excel-ი არ აქვს და სოფტვერი არის. ოქულ დეფტერი არის კაცო. 42 ბავშვობაში ესე იგი. 42 უჯრიანი. არის ესე. არის. ფუცელი როდის ბროეული არ მიყიდია რა. ტეტრაზე. აი წვანეები რო იყო გახსოვს. ქართულის რო იყო კუბიკები რო იყო მათემატიკის. ხო. ანუ აი ამ აღრიცხოს თუ ვიღაცები აკეთებენ, მაშინ ისინი ყველაფერს აღმოაჩენენ უფრო კარგად რა ურჩევნიათ. არსებობს ბაზარზე საკვებები, რომლებიც არის გაცილებით ადვილი. მოიცა ადვილი რას ფერმერისთვის. აი შენ რო შრომა გეზარება, ხო? თივა არ გინდა რომ მაიდმარაგო, თივა არ გინდა რომ იმას აკეთო. ნამჯავი ყიდო, ის მარცვალი და შენი არ გინდა, აი სიმინდი და იმას ერთმანეთში აურევთ და დავაი ვაჭამეთ. ამას აქვს თავისი სუსტი მხარე. აქვს ძლიერი მხარე. ძლიერი მხარე ის არის რომ მარტივია საოპერაციოდ. ძლიერი მხარეა ის რომ ეს 60 თვეში უკვე კარგია, მოკეთებულია, დაბურთულია,
თვალი ჭამს, თვალი სვავს, მაგრამ სუსტი მხარე ის აქვს, რომ მაგას 4 თვეზე მეტ ხანს თუ გააგრძელებ მაგით კვებას, ეს შენი თვალი გადავა უკვე ძალიან ბევრ ცხიმში. რომელიც მოგწონს, არა მაგარია. რაც ცხიმი იქნება ძალიან ბევრი. რომელიც ცხიმსაც მე შენ ყასაბეს აკიჭრის და გადამოგიგდებს. და გამოდის რომ შენ რო რაღაც 10 კილოთი მეტი გეგონა რომ ხორცი დაკალი და გამოვიდა. 10 კილოთი ნაკლებია და 10 კილო ხორცი დღეს არის უკვე ხო და აზრი არა აქვს მაგის გაკეთებას, ხო? ანუ ამიტომ ვიზახი თუ ვიღაცა ამას არ დათვლის, ვერ გაიგებს ამის ავკარგიანობას. ოღონდ მე არ გეუბნები პირველი 3-4 თვე. 3-4 თვე ეფექტურია. მაგრამ საქონელი მომგებიანი ხორცის გამოსავლიანობით. თვითონ ხორცი, აი კარკასი ხორცის გამოსავლიანობით. ცილა. ხო, კარკასი, აი ეს ტანხორცი. ტანხორცი ხორცის გამოსავლიანობით. აი პატარა რო არის დაახლოებით 300 კილოენი რო დაკალი 150 კილო ხორცი რომ მიიღე, თქვა 160 კილო ხორცი მიიღე. მაგ ტანხორცსა და თქვა 250 და 300 კილოიანი ტანხორცის განსხვავება გამოსავლიანობაში დიდია. იმიტომ იმას კი აქვს, თქვა გაიზარდა ძვალი აქვს, მაგრამ პროცენტულად ხორცი მეტი აქვს შესხმული, ვიდრე პატარას. ის არ იყო დამთავრებული, დასრულებული არ იყო და შენ ამიტომ ხორცის გადამუშავებაში ყასაბისთვის დასაჭრელად მეტი, იმიტომ დღეს საქართველოში რბილი ხორცი ლამის 40 ლარი არის, ხო ესეა? დახლზე ვიზახი. ანუ ყასაბისთვის აი რატო არის მაგათად აი ეს ძროხა ხშირო მოიყვანა ეს არის ჰოლშტეინი ხო ეს არის მერძეული ძროხა ამას რო დაკლავ აი ამას ეს მithumetes საფურეს ეგ რატო უნდა დაკლა არა ხო კლავენ ამის მაგათად დეკეურს რომ ამის დეკეურს შეიძლება დაკლავს რომელსაც არ აქვს ისეთი გენეტიკურად დავკალით ან ძროხა რო დავკალით ამას ძროხას თუ დაკლავ სადღაც მაქსიმუმ ყველაზე კაი შემთხვევაში 55% გექნება ხორცის გამოსავლელი ანუ ცოცხალ წონასთან შეფარდებული აი ეს ყوارი ახლა სახარი არის ახლა აქ აი სახარი არის აი ამას ისე ჰოლშტეინს გეუნები მერძეული მიმართულების ყველაზე კაი შემთხვევაში შეიძლება ქონდეს 50% ხორცის გამოსავლიანობა მაგრამ ამას კიდე სუსტი მხარე ის აქვს რომ ამას ძალიან ბევრი სხვილი ძვალი აქვს ანუ ეს აყლაყუდა არის ხო გინახე რა სიმაღლეები არის ეს აყლაყუდა ძვალი დიდი აქვს და ხორცი ზედა აქვს ნაკლები საერთოდ არა აქვს ხორცი არა ისე დღეში არის ხო არა აი თქვა ბუღა რა აი ამის ბუღა რო აიღო ბუღა არ მინახია ხო ამის ბუღა რო აიღო ხორცი აქვს ძალიან ესე ვთქვით ცოტა ტანზე ამიტომ სიტყვაზე ვიძახი ეხზე უტრირებ მაგრამ ეს მაგალითად მეხორცული საქონლის კარკასის ესე ვთქვათ ტანხორცის ფასი თუ არის პირობთ ვიძახი 24 ლარი აი ამის შეიძლება იყოს 20 ლარი და იგაც გებევროს კიდე. იმიტომ რომ ამას გამოსავლიანობა აქვს, ძალიან ძვალი მეტია, გამოსავლიანობა ნაკლებია. ანუ შენ თუ აი ესე დეტალებში ჩახვალ, მაშინ მიხვდები შენ რომელი საჭმელი გირჩევნია და რომელი გჭირდება. რომ მეტი ხორცი ქონდეს, ანუ პროტეინი გამოსავლიანობა. კი, ანუ შენ გჭირდება მეტი პროტეინით, ანუ ცილა მეტი იყოს, ცილა მეტი შექმნას იმაში და არა ცხიმი იყოს ბევრი. ანუ სიმინდი როცა ბევრს იღებს ის ცხიმია ხო ბევრი შესაბამისად აღარ გაიგო ახლა მცხოველმა ეს ორგანიზმი მივიღე ეს ცხიმი კაცო მივიღე და საწავიღო ეს ცხიმი და დავაკუჩე ახლა იქ აქა ბეჭში იქა ზურგზე ხო ზე ხო და მაგითო შეივსო ეს ცხიმი ცოცხალი წონით ვინც ყიდის იმას შეიძლება აწყობდეს აი მარნეულში 19 ნახევარს რო გეუბნები კი ბატონო ანუ მეორე ვარიანტი რა თქმა უნდა უკვე სწორი მიმართულება რაც არის ეს არის სწორად საკვების და რაციონის შედგენა რომელიც ძალიან ბევრ რაღაცაზე დამოკიდებული. ასაკზე პირველ რიგში დამოკიდებული, სულ პირველ რიგში არის ასაკზე დამოკიდებული და მეორე არის ეს შენი საკვები ინგრედიენტები რა გაქვს და რა ფასი გაქვს. ანუ მაგალითად თუ მე მაქვს ლუდის ანარჩენი, leftover-ი, ჟომისასაც ეძახიან ლუდის გამოხდის შემდეგ რაც რჩება. რაც რჩება. ამის ფასი რა მიჯდება, თქვა, აი 20 ლარად მოაქვს, 80 ლარად მოაქვს, 100 ლარად მოაქვს, ჩემამდე თუ რა მიჯდება, ეს უნდა დავთვალო, არის ხო მაგათად იმის სპირტის ანარჩენი ასე შემდეგ და ასე შემდეგ რა. შტოში. ხო, ამის უნდა დავთვალო, კარტოფილის ნაბწქვენი არის, ნებისმიერი. ნიშნულობა არა აქვს, ანუ რაღაცა რა მაქვს. მაგის მეტი რა გვაქვს. ხო და კი ბატონო. ეხლა აი ამის ეს უნდა ვიანგარიშო, ეს ერთი პროდუქტი მაქვს. მეორე თივა რა მიჯდება თქვათ ახალ ციხეში ვცხოვრობ ისა მაქვს სათიბი მაქვს დავთიბე მოვიტანე დავთვალე რა მიჯდება ისა რამდენი ტუკი გამომივიდა რამდენი კილოგრამი გამომივიდა ან ტუქზეც 20 კილოენია 22 კილოენია შემდეგ რამდენი გამომივიდა უნდა დავთვალო ამის ღირებულება რატო უნდა დავთვალო თივის ღირებულება ამაზე წინაზეც ვისაუბრე მაგრამ ახლა კიდე გამომეორდები იმიტომ რომ თივა სილოსი თუნდაც ეს ჟომი
ეს არ არის რაც ჩიკაგოს ბირჟაზე ივაჭრება მაგალითად. ხორბალი, ქერი, სიმინდი, სოიო შროტი ასე შემდეგ ესენი ივაჭრება. ანუ შენ მეძროხე ხარ თუ მეკათმე ხარ, შენი პროდუქტია, მაგრამ ეს მხოლოდ სოხნავებისთვის არის საჭირო. თივა მხოლოდ სოხნავებს უნდა. ანუ სხვა ძროხა და ასე შემდეგ. ამიტომ შენ ამას უნდა შეხედო როგორც რაც უფრო იაფად დაგიждდება. რომ შეავსო ის საჭიროება. კი ბატონო. ანუ შეიძლება ხო ეს გჭირდება შენ. ანუ შენ უჯრედანა გჭირდება რა. და ამ უჯრედანა საიდან ხო, თქვათ TV-დან, მაგრამ ეხლა ნახე რა არის. ნამჯიდან. შენ თუ ანუ მაქვს რა. მე თუ ნამჯა მაქვს საყიდელი და მე თუ მაქვს იონჯა საყიდელი. იონჯა ვიცით რომ სნიკერსია საქონლისთვის. ბაზარი არ არის, მაგარია, მაგრამ 1.50 კაპიკი ის არის, ანუ 15 კაპიკი ის არის კილოგრამი. ხან არის ხომ იონჯაზე რა ხდება ხომ 20 ლარზე ავა ხომ თუკის ფასი. რა გეტა? კილოგრამის ღირებულება გამოდის რაღაცა 60 თეთრი, არის რაღაცა მიждდება 15 თეთრი. მე გრანულს ვაწარმოებ, მე თვითონ, ანუ ეს არ არის პელეტი. პელეტი სხვა რაღაცა, გრანული სხვა რაღაცა. აი ვიდეოში განახეთ. თერმულად დამუშავებულია ეს და ასე შემდეგ, ანუ იქ რაღაც ბაქტერიები რაღაცებიც მოვკალი და ყველაფერი კარგად არის და ამას ვაჭმევ და ვაჭმევ ნამჯას. ამოსაცოხლად. ანუ ჩემთვის ცილის წყარო, ვიტამინების წყარო, ენერგიის წყარო, თუ კი რამე მჭირდება, რომ ჩემ მოზრება ეხა მიიღონ იქიდან დეკეულება, რომ გაიზარდო ხორცი შეესხან, ეს ჩადებული მაგ გრანულში. ამატებ ნამჯას. ამას ვაძლევ ნამჯას, იმიტომ რომ მან ამოიცოხნოს. მეტი არაფრისთვის. აი ცხვრის ასუქი მოედანიც ასეთი ამ სტილზე მუშაობს, საქონელს ამ სტილზე მუშაობს. აი კარგად რომ იმას აუქნათ რა, ეს ნამჯა, თივა, თუნდაც იონჯა. ანუ ფასს რო გაანებო თავი, რამე განსხვავება არის მაგათ შორის, თქვა ზროხ იმისთვის, საქონლისთვის? ფასეულობა? ხო, ნახე, აი მან აი რა შეიძლება? ნახე მაგითო ის რო სნიკერსია რას აძლევს? ეხა ნახე რა არის? ეხა ნახე. ეს არის დათვლა, აიმიტომ ვიძახი. რომ ესე პასუხი ამ კითხვაზე რომ მეუნები რა რა ვაჭამო ან რა საჭმევ და რაღაც. ამაზე არ არის. პასუხი არის რაზე. მე ეს კომბინირებულ საკვებში ჩადებული ცილა. მირჩევნია რომ ეს ცილა ვიანგარიშ ეს ცილა ეს ანუ აქ ამას მივცე თუ იონჯაში, რომელშიც არის 17-18% შეიძლება იყოს პროტეინი. თუ ეს მირჩევნია და ეს უფრო იაფი მიჯდება, მაგრამ მე რომ მარტო იონჯა მივცე, ვერ მივცე. მას ჭირდება თავისი ენერგიის წყაროები, ესენი. აქედან გამომდინარე მე ავირჩიე რომ ჩემთვის ამ სილოს კიდე მაინც კორმა უნდა დაუმატო, ან სხვა რაღაც უნდა დაუმატო, ოღონდ იქ უკვე ამ კომბინირებულში, თქვა სილოს იმას, სოიო შროტს აღარ ჩავდებ, ისმის? ამიტომ მიზახი ეს თუ არ დაითვალა, სასუქი მოედნის თემა ეს არის ფასი. რა მიჯდება და რა ფასში გავყიდი. ეს არის აქსიომა. აქედან გამომდინარე ვანგარიშო და ვიძახი რომ მე შემილია რომ გამოვიყენო სილოსი მაგალითად თუ მაქვს იაფად. ეხლა მე მაგალითად მე ჩემ ფერმაში რაღაც იყავი, მე არ მაქვს სილოსთან ახლოს მიწები, ან მით უმეტეს სარწყავში მიწები მე არ მაქვს, შირაკში გვაქვს ჩვენ მიწები და იქ არ მაქვს სარწყავი. ამიტომ ჩემთვის სილოსის მოყვანა არის რისკი. ანუ იმიტომ რომ შეიძლება არ მომივიდეს რა. ამიტომ მე რომ მქონე სარწყავში მაშინ ჩემი რაციონი სულ სხვანაირად შედგებოდა ჩემ ფერმაში. ვიდრე ეხლა ვიყენებ. სილოს. რატო გეტყვი, იმიტომ რომ მე რო ხა სილოსი ელჩინასგან ვიყიდო 30 თეთრებს. 30 თეთრად მომყიდის. მაგრამ ამ სილოსის თვით ღირებულება, ის მომყიდის 10 თეთრიც არ არის. 10 თეთრზე ნაკლები უნდა იყოს. ახლა მე რო 5-6 თეთრი ვიყი, 6 თეთრი მიჯდებოდეს, ამ საქონელს მიცოდეთ 15 კილოს დღეში სილოს. ვიანგარიშთ ახლა 6 თეთრობაზე, გინა 5 თეთრობაზე, გინა 10 თეთრობაზე, ესე იგი გამომდის 15 კილო რომ მივცე, ლარნახევარი გამომდის, ხო, ხარჯი. და 30 თეთრობაზე გამომივა, 4 ლარნახევარი გამომდის. დღეში უკვე ერთ სულზე. ამიტომ არ მინდა ეგა. იმიტომ რომ რატო იცი? მე რო სილოსი 15 კილო მივცე და უკვე გრანული რა კომბინირებული უკვე სადაც 3-4 კილოგრამის ფარგლებში მივცე. ეს გამოიწვევს რომ მე საქონელი უნდა გავზარდო უფრო მეტი ხანი, ანუ მისი წონამატი იქნება სადღაც კილოგრამის ფარგლებში დღეში. მაგრამ ანუ დასაკლავ კონდიციაში მე ამას მივიყვან უფრო გვიან. დაახლოებით 2-3 თვეზე მეტი მექნება ჩამორჩენა. ანუ მე მირჩევნე კილო ნახევარი, კილო 600 მქონდეს წონამატი, ვიდრე კილო და კილო 100. აი ამიტომ ჩემ სიტუაციაში სხვანაირად მაქვს მე გადალაგებული. შენ რო კონდეს სილოსი, შენ რო კონდეს რაღაცა, შენთან სხვანაირად ვიანგარიშებ. თორემ მე აქედან გამომდინარე, რომ მე ვიცი აი ამ ასაკის ცხოველზე მე რამდენი რამ ჭირდება. კონვერცია რამდენი გინდა რომ კონდეს, ესე ვთქვა რა. რამდენი გინდა რომ კონდეს. პატარა მოზვერი ახალი სუის რო არის, ხო? დედა რო ახალი ავსხილდეთ რა, ის ხო 7 თვის არის.
მე რო ეხლა წეგალაც გითხარი შენ რო სილოსზე დაფუძნებული რაციონი მივცე მე ვიქნები არანორმალური იმიტომ რომ იქ სილოსში არის რაც შეიძლება დაბალია პროტეინი ყველაფერი დაბალია ენერგია მაღალია მაგრამ ამას მე თუ ამას რა ქვია ამას თუ თავიდანვე მივცემ მაშინ როდესაც ამას შევდე ეხლა გუშინ იყო რძეზე კაცო დედამისიდან წოდა რძეს რაც შეიძლება ანუ პროტეინი ადვილად ათვისებადია თან ხო დალია და всё წავიდა ჯანში წავიდა ესე რომ თქვა კახურად რა მაგრამ ეხლა შენ ეს უნდა გადაიყვან უჯრედანაზე უჯრედანაც უნდა მიიღოს ანუ იქაც კი იღებდა დედამისთან ერთად ზოვდა მაგრამ ეხლა შენ უკვე ფაქტობრივად აი შეუცვალე შენ ფერმენტებიც უნდა გამოუმუშაო ეხლა ამას იმიტომ რომ ამან არის ის ქერი რა არის ხორბალი ხო როგორც ახალშობილი ბავშვის ამაზე კიდე პერიოდი მაგრამ სამაგიეროდ ამისი ფაშვი ისევ იქ არის რომ ამას მაღალი პროტეინის გადამუშავება შეუძლია დაშლა შეუძლია შენ თუ ამაში ხელს შეუწყობ და მიეხმარები ამიტომ თუ მაგალითად სუქებაზე რომელიც არის იმას დღეში აი კომბინირებულს ვაზრებ 14 ნახევარია პროტეინი იმაში რა უცილა ამას შემიძლია რომ ის 19-დან დაში ხდება 18-დანაც გააჩნია რასაც ზემოთ საუბარი ოღონდ ნახე რა ხდება ამ დროს მე ამას რო ვაძლევ მაღალ პროტეინს კონვერსია აქვს მაღალი საკვების მოხმარება მაქვს დაბალი ანუ ფიზიკურად უფრო ნაკლებს ჭამს და თავის იმასთან ანუ შეიძლება კილოგრამი კი არა შეიძლება 800 გრამი ვიბადოს დღეში მაგრამ 2 კილოგრამ კომბინირებულ საკვებს ხმარობდე კი მიხდი პირობითად გეუნები რა მაგრამ მაშინ როდესაც მე თუ ეს უკვე წავიდა და უკვე გაიზარდა და 7 კილოგრამს ჭამს დღეში 8 კილოგრამს ჭამს ეს მაინც რა ქვია 800 გრამს ანუ კილო 200 და კილო 300 მოიმატებს ეს უკვე ხო ცუდი კონვერსია და ხო უკვე მაზარალებს კი აი ამიტომ ვიზახი რომ ანგარიში რატო არის საჭირო ჩვენ თუ ესენი არ ვიანგარიშეთ ვერ გავიგეთ ფულს როდის ვიგეთ როდის კარგად ანუ ესე იგი მაგას არა გამიმარტივდა პირიქით ესე იგი უნდა ვიცოდე ლოკაცია აი ეგ არის ყველაზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სად რომელ რეგიონში სად ვაკეთებ და რისი რესურსი კი ბატონო რისი რესურსი გაქვს მაგრამ ნახე აი მე მაგალითად იმაში რა ქვია ვერავინ ვერ დამისაბუთებს მაგალითად რატომ შეიძლება რომ სასუქი მოედანი ესე თქვა ინა დახურული იყოს თქვა თაში გავაკეთო ანუ თქვა ახალ ციხეში და ხობია რა ეგაც ხობია ანუ არასწორია ანუ ეგ უნდა იყოს რაც შეიძლება ქვევით რომელიც მე ბაზართანაც სადაც ძირითადი რეალიზაცია ხდება სადაც უფრო ახლოს ახლა ხო ლოგიკურია თუ გაქვს მაგის საშუალება უნდა გააკეთო ახლოს ბაზართან თალსახად ხო მაგრამ ნახე მანდ მეორე მომენტია შენ თაში არა გაქვს არც ხორბალი არც ქერი არც არაფერი საკვები უნდა აიტანო ლოჯისტიკა ძვირია ლოჯისტიკა ესე იგი ნუ ქარხანა არის სადღაც ერთი თივა შეიძლება მოაგროვო რა ნახე თივა უნდა მოაგროვო მაგრამ თივა რო გითხრა არ არის ისეთი გადამწყვეტი ღირებულების როგორც აი ამ საკვების ტყუილი ლოჯისტიკა აი საიდანაც დავდო ამოიტანო ზურგით აი ეს და ის დასათვლელი შეიძლება ხა თას იმისე ვიძახი მაგრამ აგე რა ქვია იმაში დიდ გორზე გააკეთო ფერმა ეს ახლოს არის მაგაზე არ მაქვს საუბარი დისტანციას გააჩნია საიდანაც ამარაგებ მაგრამ მაგას გერჩინოს რომ სიტუაციაზე ის მოზარდი საქონელი მოიყვანო თქვა ფარავნიდან და დიდ გორზე ფერმა ქონდეს და აქ იმას აქ მერტი ვიდრე აქედან ზიდო საკვები ფარავნაზე ამიტომ გეუბნები ეს ყველაფერი თუ არ დათვალე ეხა ბექას რაღაცა პანაცია არა აქ რა ვერ გეტყვი აი ეს უნდა გააკეთო ეს ტყუილია მე რო ისეთი რაღაცა გითხრი ამიტომ გეუბნები მაგითო ვლაპარაკობ ვიღაცა რომ მეკითხება რაღაცას ველაპარაკები იმიტომ რომ თუ არასწორად გეგმავს ვეუბნები რომ ამას მოაკეთებ მაგრამ ხა რა არის სწორად გამიგე რა რომ აი რო ხა დავდგე და ესეთი დეტალი რასაც ეხა მე და შენ ახლა აქ 1 საათი თუ 2 საათი არ მოგისმის არავინ თუ შეიძლება ძალიან უდოდეს მაგრამ მე არ მესმის რატომ უნდა ვილაპარაკო და მე შენ წახვიდე და არ გააკეთო ბოდიში და ვიღაცა ჩლუნგი გეტყვის რაღაცას მარტივად მე ხომდენ სირთულე დაგანახე ხლა შენ რამდენ რაღაცა გასთვალისწინებელი ვიღაცა აი გამოკრიავებული გეტყვის ამას მარტივად წახვალ იმას გააკეთებ ანუ და მაშინ გრძნობ რომ აი ძალიან ცუდად გრძნობ მე თავს დრო დავკარგე დრო ფულია ყველაფერი რესურსი გამოყენება ყველაფერი მაშინ რაღა გინდათ მო ჩემთან რატომ მოხვედი რატომ ეკითხები მაშინ შენ თუ მაინც იმას აკეთებ ვიღაცა რომ მარტივად გეუბნება ეს საქმე მარტივი არ არის თუ სწორად არ დაგეგმავ თუ სწორად დაგეგმავ ჩემთან ფერმაში თვენახევარი რო არ მივიდე საქმე არ გამიფუჭდება იმიტომ რომ ესენი ჩემ ზურგზე რახან გავიარე ვიცი რა დროს რა უნდა დავჩეკო ეს თქვა გადავამოწმო შევამოწმო რას უნდა მივაქციო ყურადღება როდის რა უნდა ავცრა რომ ეს საკითხი წინ არ დამხვდეს და ამას დრო გინდა
და შენ ეგრევე მოგინდება რომ კაბინეტში დაჯდე რა წამოჯერის ზონერი ესე თქვა ხელით უნდა გაკაქო და მე უნდა ნაკელი მე ხო აი ხა სულ გამა ლიტერატურულ ქართული ხა აზრი არა რაღაც არ მოშიკელი ვარ ქიზიყელი ვარ ახლა ეგრე ადვილი არა მისმინე კაი თქვათ ყველაფერი გავაკეთე გავითვალისწინე რა ყიდვიდან აი თქვათ წავედი მარნეულშია თუ რაღაც ვიყიდე ეს ხო მოვიყვანე ყიდვიდან აი რა პერიოდის მერე ვიწყებ უკვე ნელ-ნელა რეალიზაციას რა წონამდე უნდა მივიყვანო ნუ საწყისი წონა რა მნიშვნელობა აქვს რა აქვს ხო ჩემი მიზანია რომ მივიდე რაღაც წონამდე ნახე კარგი იქნება შენ თუ ამის ასაკი იცი და 20 თვის ასაკში დაკლავ ვიყიდე დაუშვათ 1 წლამდე 7 თვის ხო ანუ 8 თვის 9 თვის და აიყვანე იმაზე შენ თუ ამას ასე გააკეთებ კარგი 18 თვეა როდესაც ცხოველი იზრდება 2 თვე კიდე უნდა შეასხა ის ხორცი ასე თქვათ ცხიმიც აიღოს თავის საჭირო რაც არის რომ მარბელინგზე და იმ რაღაც მარმარის რესებულ ხორცზე არ ის სხვა პროცედურაა და იმას კიდე მეტი ხანი ჭირდება სხვა რაღაც არის სხვა ხორცი მე გეუნები ხო ის გენეტიკა მაცხელაში გიწყდება შენ მაგრამ ეს არის სხვა რაღაცა რა მე გეუნები აქ რომ ყველაზე ოპტიმალური ასაკი ცხოველის დაკლავად გაქვს 20 თვე ამ 20 თვეში ანუ შენ თუ ასაკიცი ხო კარგი თუ არა იმიტომ რომ აუცილებლად გამოყვება იქამდე მისი კონვერსია და ყველაფერი და შენ არ დაგაზარალებს მაგრამ თუ ეს შენ არ იცი ამის ასაკი მაშინ ისევ მივდივართ აწონვასთან და აწონვასთან ყველაფერი თუ არ მოყვება კლავ ყიდი შენ თუ იცი რომ ეს გალიაში რო არიან ესენი 300 კილო 400 კილო 500 კილოენები და შენ ის რამდენს ჭამს დღეში და გადაწონვებით რო ნახულობ რამდენს მატულობს იმის მიხედვით შეგიძლია შენ მერე განსაზღვრო ეს დავიტოვო ცოტა ხანი თუ დავკლა იმიტომ რომ შეიძლება წეღანაც თქვი ხო ის ანგუსები რომ ყავდა ეხლა შეიძლება 3 კილოს მატულობდა დღეში დალოცვი მაგრამ 30 კილოგრამს ჭამდა ჯამში ნუ მარტო კომბინირებული 10 კილო იყო მაგრამ და თივა ნამჯა იმას ყველაფერს სილოს ჭამდა 30 კილოგრამს ხა მე რო გადავთვალე მაშინ იყო ცოცხალი წონის ფასი იყო მაშინ 7 ლარი ეხლა დღეს არის ცოცხალი წონის ფასი 12 ლარი არა 14-ია მოზარდს მაგრამ ნუ ისე თქვა რა იქვე 250 კილოგრამიან 12 ლარი ეხლა მაგას რო გადავთვლი ცოცხალ წონაზე აღარ მინდა ხორცში გადავიყვანე და რაღაცა ისეთი ცოცხალი წონი თუ აღარ გიღებს ხო მე დავდექი ცოცხალი წონა 7 ლარას რასაც მე ვხარჯავდი 7 ლარზე მეტი იყო ისა ბოდიში 7 არის 7 ჯერ რა ესა რა ქვია 21 ლარი გამომდიოდა ხო 3 ჯერ 7 ხო დღეში ამის მომატებული 21 ლარს აი ოდნავ ნაკლები გამომდიოდა სადღაც გამომდიოდა მაშინ 19 ლარი 30 კილოგრამის ჭმევა ანუ კომბინირებული და თან თივა ასე ვთქვათ ანუ და 3 იმატებდა 3 კილოს მატულობდა დღეში ეგ TikTok-ზე ვიდეოც მიდევს კაცო თარიღების მიხედვით მაქვს დადებული ხო და ეს ამ შემთხვევაში მე უკვე უნდა დამეკლა იმიტომ რომ 2 ლარიანი სხვაობა მქონდა ასე ვთქვათ მის მომატებასა და იმაში თუმცა თავიდან როცა დაიწყო და მაშინ 3 კილოგრამს უკვე რომ მატულობდა იმ პერიოდში დაახლოებით გამოდიოდა სადღაც 20 კილოც არ გამოდიოდა ნაჭამს სადღაც 18-19 კილო გამოდიოდა მაშინ ნაჭამი აქედან გამომდინარე ესე მაშინ ფულს ვიგებდი ამ 3 კილოგრამიან წონაში მოგლეს სწრაფად დაიწყო და შეანელა ეს ბუნებრივად მოხდება, ყველა ვარიანტში მოხდება. ხო, ეგ ლოგიკურია, ეგრე არისო, ხო, ყველა საქონელი ეგრე არის. ამიტომ გეუბნები, რომ შენ ამის უკვე უნდა გადახვიდე მათემატიკაზე. მოკლედ, მათემატიკის გარეშე არ დაიწყოთ ეს ბიზნესი რა. დასკვნა არის? ბოლო-ბოლო ChatGPT-ს მაინც ავკითხოთ რაღაც. აი ChatGPT-ის გამოყენება თუ შეგიძლია და ანუ შეგიძლია, ნუ შეიძლება ყველას გვაქვს ტელეფონში, მაგრამ მაგას ცოტა სპეციფიური მიდგომა უნდა, რომ ის მიიღო რაც გჭირდება რა, კითხვის დასმა ესა მოკლედ. კითხვის დასმა არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ მე ChatGPT-ს მიცდია და მაინტერესებდა რას მიპასუხებდა. იყო ძალიან საინტერესო პასუხებს მაძლევდა, ანუ ძალიან სწორ პასუხებს მაძლევდა რაღაცაზე. მაგრამ მივხვდი რომ სწორად თუ არ კითხავ ანუ ქერის იმით რაღაც რაციოს მომცეთ აი როგორ ვაჭამო იმას რა დაწე რა მომცეს რაღაცა ეს ძალიან მარტივ რაღაცას მაგრამ იქ არის ძალიან ბევრი ნიუანსი მაგალითად იმის გამო რომ თქვენ სილოს ხმარობთ სიტყვაზე სილოს ხმარობთ აუცილებლად დაჭირდება სოდის ხმარი რომ პH-ი დაარეგულიროს ზოგიერთ ზედ მოუყრის ზოგი რაღაცა ხმარ საკვებში მაქვს მე ჩადებული აუცილებლად მაქვს სოდა ჩადებული, ესე ვთქვათ, საკვებ რაციო. რატო? იმიტომ რომ pH. ეხა ეგეთი რაღაცა იმას არ უთქვი. მოდი ვკითხოთ, აბა. ვკითხოთ. შეიძლება ეხა მოგვისმე. არა, შენ კითხე. შენ ახარ ეხა დამწყებ ფერმერი კაცო. გამარჯობა. გამარჯობა. მოხარული ვარ რომ გესაუბრები.
აბა რა გაინტერესებს ან რას ვაკეთებთ დეს? მოკლედ მე ხორცული საქონლის შესყიდვა მინდა და ეხა ვადგენ კვების რაციონს და ეგეთი რაღაც მაინტერესებს. გესმის? კი, გისმენ და აბსოლუტურად მესმის. აა, ხო და თუ გინდა, მოკლედ მომისმინე კარგად. ესე იგი, თუ სილოს ვიყენებ კვებაში, ხო? ანუ რა დამჭირდება დამატებით, რომ თქვა, სწორად დავარეგულიო pH-ის დონე. მე გარმინოდა მეთქვა. კი, მივხდი რაც გინდა. სილოსი მართალია მჟავეა და pH დაბალია. ემომარ, დანამატად კარგია რაიმე, რაც ოდნავ ალკალურს დამატებს. ამიტომაც ცოტა ხარისხიანი თივა ან ბალახის ფქვილი. ეს pH-ის უფრო დააბალანსებს და კვების იდეალურად გაუწონასწორებს რაციონს. ასე რომ 1-2 ინგრედიენტი და გექნება მშვენიერი კომბინაცია. და სოდის დამატება შეიძლება? კი, აბსოლუტურად შესაძლებელი. ცოტაოდენი სოიო პროტეინსაც ამატებს, ასე რომ აერია მაგას. ნახშირწყლები დაბალანსებული. მადლობა. კარგად იყავე. მეგობრებო, ამიტომ უნდა გამოიწეროთ არხი, თორე ესეთ რაღაცებს სხვაგან არ გეტყვი. არა, სხვათა შორის შემიძლია გითხრა, რომ ხო ბევრ რაღაცაში ესე თქვა ვარ ნამყოფი ბევრ პოდკასტებში, რა ქვია მაგას გადაცემაში და ესე დეტალურად ჯერ არც არ გვისაუბრია და პირველ რიგში ვთქვათ მადლობა შენ ესე თქვა ისეთ საკითხებში ჩადიხარ, რომელშიც სხვები არ ჩადიან. მე ხა მივდივარ უკვე წარმოდგენილი მაქვს იქ რაფერის ის ყავს უკვე საქონელი და იმაზე რა ქვია გასასვლელში მაგდრევში ყავა აიღმეთ. არ დაიწყო. კი ბატონო, კი. თუ შევენდის ყავა გევასე. არა, მე მევასებ. აი ყავა, არა, შეგევასება დედოფლისწყაროში მოყვანილ გაროხსრო. ყავდა ხალავდნენ. ხო ნახე დაიჭირეს. ხალხი როებას ქდეს ეხა. რა ბიზნესი ჩავარდ? უშარა, ეგრეა, მაგრამ ხო და სად ვიყავით, მოიცა? იმაზე. მაგდონალდში. ბარემ ეს თემა რო ჩავასრულოთ, იცი, ერთი კითხვა მქონდა წეღანმა გავიხსენო ეხა. ესე იგი, ვიყიდე საქონელი დაუშვათ ხბო, რაღაც 7 თვის და ისა. ნუ იქ საკვები ყველაფერი შეურჩიე, დავითვალე, ის მივეცი, რაც ჭირდება, რა წონაზე ვნოლდები. რა გიჯდება? მე არ ვიცი, ან ხო კიდე ერთხელ გეუბნები, შენ თუ სილოსი გაქვს და დღეში კილოს მომატებინებ. შენ მისი თვითღირებულება, ესე თქვა, თვითღირებულება რა, ანუ ხო რა, წონამად შეიძლება 700 გრამი დღიური იყოს, რაც შენ ისა გაქვს, რა ქვია, ხადანახარჯი გაქვს რა. შენ არა, ნახე, ხო, მას ანუ ეგ როგორი პასუხი არის, იცი? შენ ფერმაზე და შენ მეურნეობაზე და აი, ეხა ხო ვიყავით ამერიკაში რა. იქაც იმათი წონამატი იყო 950 გრამი დღეში. და ტიპს ყავდა 18000 ანგუსი, ისა 15000 ანგუსი ედგა, ასუქებდა და ტიპს პაპამისის დროინდელი, პაპამის ესე ფერმერობის სხვა დანარჩენ ფერმერებთან ერთად გაკეთებული ბანკი აქვთ. სადაც თვეში ერთხელ ორშაბათობით დღეს მიდის ხოლმე და ბორდის ხდომას ესწრება. ბანკის ფლობელია თვითონაც. ეს ამდენი ძრო ხო ყავს? ახოდო ისა ყავდა რა ქვია, გოჭების სადედე ყავს, ანუ სანაშენე ისა ყავს, 10000 დედაღორი ყავს. ცოტა. ხო, არაფერი კაც. 10000 დედაღორი ყავს, რომელთანაც იმ გოჭებს ყიდის, ანუ ის არასუქებდა, просто გოჭებს ყიდის. ანუ რატო გეუბნები, ეს ადამიანიც კი ამას ქონა 950 გრამი ხა. ყოველ დღე მანქანაში მეგონი ნახი აქ ისვიდეო, მანქანაში მეთონე ჯეკი, იმ გალიაში ამდენი კილო საჭმელი ჩამოიყრებოდა. იმ გალიაში ამდენი კილო ჩამოიყრებოდა. ანუ ის კი ყოველ დღიურად იცოდა კაცმა თანხა რა უჯდება ამდენი სულის კვება. აი, სხვანაირად დავსვავ. აქეთ არა, ნახე რა გეუბნები, იმა რა ის არის იცის ეხლა რომ რა ქვია მეტი მოამატებინოს და რაღაცა, მაგრამ იმისთვის ეგ იყო ოპტიმალური ვარიანტი. აი, ოპტიმალურ შემთხვევაში რომ დავთვალოთ რა. მე რომ ყავს ეხლა 200 კილოიანი ცოცხალი წონით და რო ჭამს დღეში დაახლოებით 3 კილოგრამ, 3 კილონახევარ გრამს ჭამს და სადღაც 2 კილოს ფარგლებში ჭამს აი ამ მიქსერს, ხო? უხეშად რომ გითხრა, დღეში გამოდის, ესე იგი 3 კილოგრამ, 3 კილონახევარ დღეს გარეშე, ეგიან გარეშე ლარიდან
10 თეთრი კალკულატორი დაიჭირება ეხლა მე ჩავმართვი ტელეფონები და ესე 3 კილო ნახევარი გაამრავლე იმაზე რა ქვია მოდი 3 კილო ნახევარი გავამრავლეთ ლარი და 10-ზე დერგის გარეშე 3.85 ხო ესე მერე ის მიქსერი რასაც ურევ რა ესე იგი 2 კილოს 2 კილო გამრავლებული ბოდიში სადღაც გამომდის ეგ ინტროი კორმაც არის მაგას შერეული სადაც 55 თეთრია რა და ეს არის 3.85-ით რო დაუმატოთ არის ესე 5 ლარი მიდება კვება დღეში ეხლა და კონვერსია რამდენი გაქვს ეხლა ნახე არა შევეშოთ აი რატო ვიძახი ამას 5 ლარი მიჯდება იქ რავი თუ ჩემი შრომა ხო კაი ეგ არის მაგრამ კაი კიდე ხო საოპერაციო ნაწილი მივამატე ეხლა ნახე დღეში ცოცხალი წონა უბრალოდ ცოცხალი წონა დღეს საქართველოში ღირს 12 ლარი ო 5 უნდა გავუყოთ 12-ზე ესე იგი 416 გრამი 417 გრამი უნდა მოიმატოს მინიმუმ დღეში რომ დამიფაროს ხარჯი რომ მე ხო ხარჯი აი ხო არა როგორ უნდა ვიანგარიშოთ მაგითო ვიძახი მაგალითად თუ მაგალითად ჭამს უკვე დიდია და ჭამს მეც რა თქმა უნდა იმის მიხედვით უნდა ვიანგარიშოთ ეგ აი ეგ არის მთელი ამისი რა ქვია ხო ამას დაემატება მე უფრო სწორედ საბოლოო მოგებას გამოაკლდება შესყიდვის საწყისი ხარჯი და საოპერაციო ნაწილი ანუ ნახე საწყისი ფასი და ის მანდარი ერთი მომენტი რა დღეს ხო არის ესეთი ტენდენცია რომ სუფასი მატულობს და ეს кайხანი კიდე გაგრძელდება მაგრამ მანდაც უნდა ვიყოთ ყურადღებით რა თქმა უნდა ხო შესასყიდი ფასი დღეს იმდენად არ მოქმედებს როგორც გასაყიდი ფასი რო არის მომატებული. ანუ მე რო 13 ლარად ვიყიდო და 14 ლარად ვიყიდო მოზარდი, თუ ის კარგი ჯიშიანი საქონელი არის, პრობლემა არ არის არ წამოქე. მაგრამ მე შეიძლება ვიყიდო რაღაც 10 ლარად და 10 ლარ ნახევრად და 11 ლარად და იმაში საშინელ ზარალზე გავიდე. იმიტომ რომ მას აღარ აქვს პოტენციალი რომ მან მოიმატოს და შეიმატოს. გასაგებია. მოკლედ ეს რო შევაჯამოთ ეს ნაწილი ესე იგი პირველი უნდა ვიცოდეთ რა მიზანი გვაქვს ხო მეორე სად გვაქვს შესაძლებლობა ანუ ლოკაცია ესე რომ თქვათ მიწა გვაქვს ბალახი შეგვიძლია მოვიმარაგოთ ნამჯავი ყიდოთ და ლოჯისტიკურად თქვათ ახლოში იყოს ეს სასუქი ფერმა და ასე შემდეგ ამის შემდეგ უკვე ვცდილობთ რომ მაქსიმალურად ჩვენ თვითონ ჩართული ვიყოთ შესყიდვის პროცესში საქონლის თუ არის შესაძლებლობა რომ ერთგვაროვანი შემოვიყვანო შემომყავს თუ არის შესაძლებლობა რომ აქაც დავიმატო პლუს იქაც მოკლედ ყველა ვარიანტი უნდა განვიხილო რა მთავარია რომ ვიშოვო ერთ წელზე ნაკლები საქონელი თქვათ 7 თვიდან 9 თვემდე მაქსიმუმ 12 თვემდე რომ მე მქონდეს უკვე კარგი კონვერსია ხო და წამომყვე საქონელი სუქებაში რომ შესაბამისად ბიზნესის კუთხით უნდა შევხედოთ რა თქმა უნდა რომ კომერციულად იყოს მომგებიანი. მოკლედ მეგობრებო, მე მგონი კარგად ბლომად ინფორმაცია მოგაწოდეთ რა ამ ეტაპზე. ეხლა გავერთობით ცოტა ხანი, გადავიდეთ აგროქვიზზე. სახალისო კითხვებით ან ინფორმაციული. თუ რამე დაგაინტერესებთ, მე მომავალში დავასვენოთ ბექა. მე რო იურისტი ვარ. რა იგეთ კითხვა დამისურო. არა. მოკლედ, აგროქვიზი მეგობრებო, პირველი კითხვა. აბა ბექა თუ გამოიცანი, რომელი კულტურა მოიხმარს მსოფლიოში ყველაზე მეტ წყალს? A. სიმინდი, B. ბრინჯი, C. ხორბალი, D. კარტოფილი. შემაზრდს იმიტომ რომ არის ზუსტად იმით, მაგრამ ხორბალი ყველაზე ნაკლები არის, სიმინდი ამაგის შემდეგ იქნება. კარტოფილის მონაცემის ვერ გეტყვი, მაგრამ მაგას ბევრი წყალში ბრინჯი იქნება, იმიტომ რომ სულ წყალში უნდა იყოს წყალში მოყავთ ჩინელებს ბრინჯი. აქედან გამომდინარე ბრინჯი. ნუ ახლა ძალიან მარტივია მე მგონი, სწორია. სწორია? B. ბრინჯი. შემდეგი კითხვა. ეს საინტერესოა. ეს ახლა აგროქვიში რატოა ეს კითხვა რა? საბოლოო ჯამში ხო ყველა პროდუქტი აგროპროდუქტია, საწყისი. ხო. რომელი პროდუქტი გამოიგონეს მედიკამენტად? შოკოლადი, კოკა-კოლა, კარტოფილის ჩიპსი, სხვათა შორის გაგისინჯია ლუდისა? ეს არის სუფთა კარტოფილისგან დამზადებული მზესუმზირის ზეცე შემწვარი. აი უნდა გაგასინჯო რა. აბა გასინჯე ერთი.
მარტო მარილი კარტოფილი და მზესუმზირი ზეთია რა. მაგას ვეძახი ხოლმე, ჩიპს არ ვეძახი რა. ეგ არის შემწვარი კარტოფილი რა, შეგიძლია იმაში. კარფურში იყიდება და ლუდის მაღაზიებში იყიდება, აგროჰაბშიც არის და ასე შემდეგ. მოკლედ მოძებნეთ. და საღეჭი რეზინი. ანუ შოკოლადი, კოკა-კოლა, კარტოფილის ჩიპსი, საღეჭი რეზინი. შენი აზრით რომელი იყო პირველ დანიშნულება, რომ ქონდა მედიკამენტი? კოკა-კოლას ახლა მაგალითად ჩვენ ძროხას ხომ ჩავასხავთ ხომ. ზუსტად როცა არის. რისთვის? ნუ ძირითადად კუჭის მოქმედება? ისევ და ისევ რატო აბა ერთ-ერთი რაში სოდა. ხო. ანუ pH-ს არის აბალანსი. ხო და ახლა უბრალოდ აქ უნდა რაღაცა გამოვიცნო, ესე პირდაპირ ვერ გეტყვი, მაგრამ მე მგონი რომ ალბათ უფრო საღეჭი რეზინი შეიძლება რომ რაღაცა პრეპარატი რაც ადამიანს ედროთ მიიღო და არ ვიცი შეიძლება. მაგრამ ვერ გეტყვი. პასუხი ზუსტი არ მაქვს. მოკლედ რას დააფიქსირებ? ალბათ საღეჭი რეზინი. აი რაც თქვი ძროხებზე არის მართალი. ანუ კოკა-კოლა იყო პირველად გამოიგენეს როგორც თავის ტკივილის და ამის მედიკამენტი რა. მოკლედ ესე დეტალებში არ ვიცი, მაგრამ თქვენ დაგუგლეთ მეგობრებო. ესე იგი, ეგ იყო ეგა. წამალი იყო რა. რომელ წელს დაიწყო ქიმიური სასუქების მასობრივი გამოყენება სოფლის მეურნეობაში? რომელ წელს? იმენა წელს? რომელი წლებიდან რა ესე უნდა იყოს? იქნება, იმიტომ რომ ქიმიური სასუქები 1700-1800-ში ცოტა არ ამგონია. მაგრამ ან ამერიკა უნდა მოვეჩინა და რაღაცა და ამერიკა კოლონიზაცია იყო 1800-ში უნდა იყოს და 2000-ში კიდე რაღაცა ხალხმა უკვე დაივიწყა ამის. 1900. 1900 მართალი. ეგრეა. შემდეგი. რა ხდება ყველაზე ხშირად მოსავლის დაკარგვის მიზეზი გლობალურად? მავნებლები, დაავადებები, თქვათ სოკოვანი დაავადება ასე შემდეგ, სარეველები თუ გვალვა? შენი აზრით? მოდი ვიმსჯელოთ, თქვათ აი პირველ მავნებლები. სამსჯელია, იმიტომ რომ მავნებლებია ერთ-ერთი ესეთი დიდი ესეთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. დაავადებები ხა იმდენად შხამქიმიკატი არსებობს, რომ მაგაში ცოტა გლობალურად მოსავლის დაკარგვა მეეჭვება. მაგრამ დროულად თუ არ მიხედე, პრობლემაა. თუ ჩვენ ლაპარაკობთ დიდ ესეთ აგრარული გაქანების ქვეყნებზე, იმათ ისინი პრეპარატებს გარშე აფსარაკეთებენ. ყველაზე ამერიკა, ჩინეთი, ისა. ასხავენ ყველაფერს. ის გახსოვს ამერიკელებმა ფილმიც არის მაგაზე თუ გაქნან კალის შემოსევა. კი. არა, ნუ ეხლა კალი არის ერთ-ერთი ყველაზე ისა რა, ამიტომ არის მაგიტო ვიძახი არის. მავნებლები, ანუ კალია მავნებელია გაკრას და არა დაავადება. კი, ძალიან ჭამს, ეგრევე ანადგურებს. და დაავადებები მაგიტო მგონია რომ უფრო ნაკლებია და არის უფრო გვალვა და მავნებლები. აი ამათ შორის შუალედის პოვნა, ესე ფორსოთ უპირატესის პოვნა მიჭირს. მოდი გვალვაზეც ვიმსჯელოთ ცალკე. აბა გვალვა რატო უნდა იყოს? გვალვა არის რეალურად ისეთი ამბავი, რომელიც ევროპაში ყოველას უწვანე ვიცი არის ნამყოფი ხე თქვათ გავლით და რაღაცაც და ასე შემდეგ. დაამწვანე გონია ყველაფერი იქ არა მართლა კარგია ხო, მაგრამ აი 2-3-4 წელი რო ვიყავი, ჩემი თვალით რო ნახე, სიმინდი რა დღეში იყო. შუაგულ უნგრეთში, რუმინეთში და ასე შემდეგ თან ეს მაგალითად გავიარე, გული მომეკვდა რა და ისე. ამიტომ მე უფრო მგონია რომ გვალვა უნდა იყოს უფრო მეტად გლობალური გამსაზღვრელი ვიდრე მავნებლები. იდეაში ყველა არის საბოლოო ჯამში, მაგრამ ზოგი მეტად, ზოგი ნაკლებ. მავნებლებს შეგვიძლია რაღაცები დაასხა. B12 რა, ვიცი, ნებისმიერ მავნებლები გამოურიცხოთ, მოდი. არა, ნახე, არა, გამორიცხვა არა, უბრალოდ მე იმას ვიძახი, რომ მავნებლებსაც, დაავადებებსაც, სარეველებსაც ადამიანებმა რაღაცა მოუფიქრეს, მაგრამ გვალვას ვერ მოუფიქრეს. ისაც არა, ხო და მაგას ვამბობ, ისაც ირიგაცია არ არის. მაგრამ მოსავალი ხშირად ჯერ კიდე ხო ძალიან ბევრია მსოფლიოში ტერიტორიები, რომელსაც ყაზახეთში მაგალითად, ასე ვთქვათ, იქ ირიგაცია მაინც ისე არ აქვს, აქედან გამომდინარე მზეს, ცას მაგრად უყურებენ ზევით. აქედან გამომდინარე მგონია რომ გვალვა არის უფრო მეტად ისეთი ფაქტორი, რაც შეიძლება იყოს. ახლა პასუხი რო არ ვიცოდე, მეც გვალვას ვიტყოდი რა. აბა მითხარი. სარეველები ყოფილა. აი მეც გამიკვირდა რა. ცოტა არ ამგონია სარეველები. ნახე რა არის შენ მოსავალში რაც გულისხმობ, ეგაც საინტერესო არის. ანუ სადაც შენ მოხავს მოსავალი, იდეაში კონტროლირებადი გარემო გაქვს დიდ ნაწილზე რა, გლობალურად. არ ვიცი, ნუ ეგ სამსჯელოა. შეგვიძლია კიდე დავგუგლოთ, მივგუგლოთ, მაგრამ ხო, არა, მე ცოტა რაღაცა მეჯო.
მე უფრო მგონი რომ ესე გვეუბნება Google-იც და ChatGPT-იც და კი, ორივეგან გადავამოწმე. ხა როგორ სარეველა რა იცი რა მათო ვიძახ იცი რომ გააქვს საშუალებები იმისთვის რომ შეებრძოლო. კი. და გვალვას ვერ შეებრძოლები თუ ირიგაცია არ არის. ხო, რა თქმა და ირიგაცია სადაც არის იქ სარეველა თუ შეგიჭამა მოსავალი მაშინ არ აყოფი ხე ნორმალური კაცო. სადღაცას 10-14-15 ტონა მოსავალი სიმინდის აუნა ავიღო და ის იმას შევაჭმო სარეველა შევაჭამო არ ამგონია რა. ბოლო-ბოლო კულტივატორის არ გამოვიყვან გარეთ მიციდან. ვინც უყურეთ და დრო გაქვთ, თქვენი აზრი გაგვიზიარეთ, დაგუგლეთ და ჩააგდეთ აქ რა. შეიძლება ვცდებით. შემდეგი კითხვა. ეფექტი. რა ეფექტი? რუდისას ეფექტი ხმახ უნდა ისმოდეს ახლა. ხრამულის ხმახ უნდა ისმოდეს. საიდან მიიღება აზოტი, რომელიც გამოიყენება მინერალური სასუქების წარმოებაში? ნიადაგიდან? პირდაპირ გითხრა თუ მიმჯეროთ. მოდი, მაყურებელსაც რო გავაცნოთ რა. ნიადაგიდან, წყლიდან, ჰაერიდან, ქანებიდან. გაზიდან. ანუ რუსთავის აზოტმა რო იმუშაოს, მაგითო უნდა გაზი ენთოს და ჰაერიდან მოიპოვოს აზოტი. 78%-ია ჰაერში შემცველობა აზოტის, რომელსაც მცენარე ვერ ითვისებს ესეთი ფორმით, შესაბამისად ხდება. მოკლედ მეგობრებო, მაგას ქვია ჰაბერ-ბოშის მეთოდი, ანუ გერმანელებმა მეცნიერებმა გააკეთეს ეს ყველაფერი, რომელიც ინდუსტრიაში გადაიტანეს რა და მივიღეთ ეგ სასუქი და მაგის მერე 2-3ჯერ გაიზარდა მოსავლიანობა რა და აზოტი ამ შემთხვევაში არ არის მოსავლის მოსავლიანობას არ ზრდის. აზოტი ამ შემთხვევაში არის, რომელიც ჩათვალეთ ესე ვიზუალურად, რა, ანუ არამეცნიერულად რო ვთქვათ, რა, აი მწვანე მასას რაც გვიზრდის. კი ბატონო. და ნაყოფისთვის გვჭირდება კალიუმი. ისევე როგორც როცა ჩავთესავთ და უნდა გაღივდეს და ფესვები გაიკეთოს, ან პირველ ეტაპზე მას სჭირდება პირიქით ის წინა პოდკასტში იქონა მაგის ახსნა ზუსტად. წინა პოდკასტში არის აგრონომი. მე მეგონა ახალციხე რა, თუნდაც აგრონომი ყოფილა. ზურა მაგარი კაცი. მოკითხვა ზურას. შენ ბოლო კითხვა, ხო? ბოლო კითხვა. ამის გარეშე ვერ იმას ვიზავდი თქვის. ჩამოთვლითაგან რომელი ტრაქტორის ბრენდია ყველაზე ძველი? ჯონ დირი, ვალტრა, კლასი, Massey Ferguson. ესე უნდა ვთქვა რა. მოდი ესე პირდაპირ გეტყვი. არა, პირდაპირ ესე ზუსტად არ ვიცი მაგათი ასაკები, მაგრამ ვალტრა არის ფინელი ფერმერის ცოლის ტრაქტორი. ძალიან კარგი, რომელიც მაგრად მოწონს და ძალიან კომფორტული. მეც ვყავს მეურნეობაში. კი ბატონო, ძალიან კაი რამეა. მით უმეტეს ის ფუნქცია ძალიან მეუწონს, უკან უბრუნდება ხო და სრულფასოვანი როა, ეხლა ყველასაც თქონდა გაჭირდება. ხო რა, არა, თვითონ უკან შემოტრიალდები და ჩვეულებრივ ტრაქტორი ყავს უკან, ანუ თავისი საჭი, თავისი ყველაფრით რა. ხო. ეგ იმიტომ რომ მე ეს ვალტრა თავის მიმართულება შეიძინა უფრო მეტად მეტყევეობაში და ტყეში ძალიან აქტიურად გამოიყენება. ჯონ დირი არის მე მგონი ერთ-ერთი ყველაზე ძველი ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ ძველ ფილმებშიც გვხვდება. თან ამერიკაში სადაც ყველაზე მეტი ესე თქვათ აგროგარდატეხა მოხდა და აგრორევოლუცია მოხდა, სადაც უფრო ყველაზე ადრე დაიწყეს მექანიზაციის შეტანა სოფლის პირველი ტრაქტორიც იქ იყო. ხო რა, და ტრაქტორის წინამორბედი რა. ხო რა, მაგითო ვფიქრობ, რომ ეს ასაკთან მიმართ ბრენდობაზე უფრო ჯონ დირი უნდა იყოს. კლასი არ მახსენდება, ხა კლასი მაგათად იგივე BMW, რა, ომის წინ პერიოდში მე თვითონაც მოტორებს აკეთებდა და ასე შემდეგ, მაგრამ კლასი რაღაც ესე არ მახსოვს. კლასი ძველია. არა, ძველია. არა, უბრალოდ აი იმ პერიოდში რაღაც ესე ჩემ გონებაში ესეა და Massey Ferguson-ი არ არის თლათ ეგეთი ძველი, მე როგორც ვფიქრობ. შეიძლება ამ სხვა ბრენდებმა შეჭამეს და ეხლა კი აპკოს ქვეშ არის ეგაც და ისიც რა ქვია, ვალტრაც დაში. შენ რომელს აირჩევდი ამ არჩევანიდან? ჯონ დირი. ჯონ დირს. ისე და ჯონ დირს იყიდდი? არა, კლასი. ვალტრა ხო გითხარი ძალიან კარგია, მე გავიხალისებდი, მაგრამ მაგეთ ძვირიან და ესე ტრაქტორის ვერ ჩავსვავდი რა. ისე მე უნდა ვიждდე და რა, როდემდე ვიждდები. მაგას ხო ჯობია მაიბახი ვიყიდო თუ შემიძლია. დავაი. მაგრამ ჩემთვის გეტყვი რომ ჩვენი გამოცდილებით მამაჩემს ყავს კლასები, კომბაინები, ტრაქტორებიც ყავს, მაგრამ
კომბაინი ყავს კლასი, რომელმაც წელს უნდა იმუშაოს ერთმა მე-18 სეზონი და მეორემ 22 სეზონი. 22 წელი უნდა იმუშაოს. შუალედში რა მოხდა? არა. არაფერი, ზეთი მარტო. ხო, არაფერი, მარტო ფილტრების ცვლა არის და სხვა არაფერი საერთოდ. ანუ 28 წელია კაცი ემსახურება კლასის დომინატორ 70. კლასის დილერებმა დარეკეთ რეკლამაზე პრობლემა არა. ხო. მოკლედ სანდრო დიბერიძე ჩვენი მოკითხვა ესე მოკითხვა, კი. მოკლედ ჯონ დირია სწორი პასუხი და ის გითხარი წლები რა. ჯონ დირია 1827 1951 ვალტრა. ომი რომ მიწყდა მერე. 1900 ან ჯონ დირის მერე კლასია რა და მასი ფერგიუსონი 1953. ყველაზე ახალგაზრდა. ისე ტრაქტორებთან ფენტი ძალიან მოუწონს. ფენტიც კარგია. ფენტი არის ძალიან კომფორტული ტრაქტორი რა, თავის ავტომატი, ვარიატორული იმით გადაცემათა პოლოფით. მაგრამ ძალიან მინდა რომ ფერმაში ხა აქ ჩემთან ფერმაში შენ სადაც იყავი ალბათ მალე იქნება თლიანად ელექტროტრაქტორი მინდა რომ ყავდეს საკვების დასარიგებლად. არ ვიცი ჯერ ვეძებ მაგას შესაბამისი და თუმცა რა იქნება. წახვიდე და ნახო. ხო, მაგრამ ჯერჯერობით არ არის. მაგალითად იმას. ჩინელებს არ ყავთ ეგენი? არა, რაღაცები არის უკვე, მაგრამ ჯერ ხო ცოტათი უნდა დაელოდო მაინც რა. ეგ ძალიან კაი შისიქნება, სტრესაც შეამცირება. მე თან იცი რა არის ის მანდ გადახურო ხო არ მაქვს და მინდა რომ გავაკეთო მზის ბატარეების. და მზის ბატარეებიდან მაგას დავხტენიდი ხოშიანად. საერთოდ დღეს ახლა მაქვს საწვავის ხარჯი ხოლმე სადღაც დღეში დაახლოებით 80 ლარი. ეგაც აღარ მიქნება. თუ მაქსიმალურად ენერგოეფექტური გახდები რა. რო გამიზრდება კიდე რაოდენობა ხო უფრო მეტი მექნება ხარჯი. ასე რომ ეგეც შეღავას 3 წელიწადში ამოვაგდები. ვაფშე ქსელში უნდა ჩაერთო რა და გაცვლი ხო. ქსელში ვეღარ ვერთვები ახლა. ანუ რაღაც ლიმიტები ამოიწურა, მაგრამ მაგას თავი გაანები რაღაც სხვა რაღაც მოვიფიქრე, მაგრამ თუ ეგდენი მექნება ის დადგი კაცო მან საკვების გრანულატორი. შეაერთებ დენს. ხო, არის ფოტოშორის მინდოდა რა, იცი რომ მაინდან დენი მეწოდებიან დედოფლის წყაროში საწარმოსთვის, იმიტომ გრანულატორი ჩემი საკმაოდ დიდია რა და ტონა 7 ტონამდე შეუძლია რომ საათში დაამზადოს. რაც დიდი კაპასიტია რა და მაგის თითო მოტორი, ორი მოტორი ერთდროულად მუშაობს ხოლმე, თითო მოტორი არის 180 კილოვატიანი. რასამო კაცო. ანუ დიდებია რა და მაგიტომ აქ ხელა ხარჯია ხო, აბა. ხო, შეგილია რა, აქ ჩაერთო და გაცვალო რა. აი, ეგ იყო, ხო? მე მგონი ერთი საკამათო კითხვა იყო, დაწერეთ კომენტარებში ეს მავნებლებზე, ისა, სარეველებზე. დანარჩენი უპასუხე. გამოვიცანეს. და კოაკოლაც იყო ერთი? კოაკოლა? ხო, ნუ ეგ ჩაგითვლი რომ სწორი იყო რა. შემდეგი სტუმრების შედეგებსაც ნახავთ და მე ისა გავაკეთოთ ლიდერბორდი და სეზონის ბოლოს გამარჯვებულს გადავცეთ რამე. აი, დავასაშუქროთ. მაგას დღეს გაჩუქებ გაგატან აუცილებლად. მეგობრებო, მოკლედ მე მგონი ძალიან ბევრი ვისაუბრეთ. თქვენც აღარ დაღლით, იმიტომ რომ მე მგონი 2 საათი რამდენზე ავედით? უკვე სადღაც 2 საათამდე უახლოვდებით. ბექაც დავასვენოთ. ისე დასასვენებლად არაპირებ წასვლა სადმე. გადაღლილი ხარ ეხლა. ამდენ კითხვაზე რომ პასუხს ცემ და ყველა შენ გეკითხება. მე სულ დასვენებული ვარ. ო, ისე ეგ მაინტერესებს რა. ყველა რო გეკითხება, აი, რამდენად იმაშვები რა. უძლებ რა, ფსიქოლოგიურად. ძალიან უარ გაღიზიანებს. კინოურ თემაში ეხი, ანუ წეღარაც გითხარი, ის მაგიზიანებს რა, აი რაღაცასო დახარჯავ ენერგიას და მაინც სისულელს რო გააკეთებს კაცი, მაგრად ღიზიანდები ხოლმე მე მაგაზე. ანუ შეიძლება ვიღაცამ თქვას რომ მაგას იმით ამართლებს, რომ იცი რა, აი ისიც ვცადე. თუ ეგრეს ცადე, მაშინ დააყოლე ჭკვა, როდესაც ამას ცდას გადაწყვეტავ. ანუ მე რას გეუბნები, ის რას გეუბნება, ის რას გეუბნება, ის რას გეუბნება, იქ რა წაიკითხე, აქედან ანალიზი გააკეთე და იქიდან ისე მაინც ამაზრზე მოხვალ. მან მეჭედება ხოლმე. აი ხა რა ვკითხარ რომ აბა ყველას ხო სახში ვერ გავყვები კაცო, ვი როგორ ფიქრობს, ვის რა შტაბეჭდილებები აქვს, მაგრამ უბრალოდ ჩემი გამოცდილება ხო თვითონ გამოცდილება მოიტანა ჩემი ცოტა. მე არ მისწავლია ეს, რასაც ახლა დღეს ჩვენ ლაპარაკობთ, არ მისწავლია. უბრალოდ რაღაცებს ვაკვირდებოდი და რაღაცები არ მოწონდა. შენ აკრო შემოვედით ოთახში, თავიდან თქვი, ძველგაზრდებზე და ახალგაზრდებზე და იმაზე, ხო, ცვლილებებზე. ხო და აი ახლა პასუხობ.
მაგას. მამაჩემისგან, პაპაჩემისგან ძალიან ბევრი რამე მივიღე და ვისწავლე. მამაჩემისგან დღემდე ძალიან ბევრს ვისწავლობ, მაგრამ შეიძლება მამაჩემს კითხო, თქვა მაგალითად საკვების მიმართულებაზე, იმაზე, რომელიც სხვა მიმართულებებია. და გეტყვის, რომ არ იცის და ეს ბექამ იცის. იმიტომ კი არა, რომ რაღაცა ბექა ეს არის. უბრალოდ გამოცდილება მოიტან და ეს არის ჩემი აზრით, რაც ქვეყანას სჭირდება, თორემ მამაჩემს ძალიან ბევრი, აი მაგალითად მიწის დამუშავებას ისე აკეთებს, შარშან სასუქი არ უხმარია, ისე აიღო 6 ტონა ნახევარი საშუალო მოსავალი ხორბალზე შირაკში. და ამ დროს ალხია, რავი, ყველაფერს ხმარობს და მაგას ვერ აღწევს. მაგრამ ამას აკეთებს რამდენი წელია? 20 წელია უკვე ჩიზელს ხმარობს, საჩეხს ხმარობს უკვე 25 წელიწადი, 30 წელიწადი ალბათ არანაირი ესა რა ქვია, ტოტალური გერბიციდი არ გვიხმარია და არ გადაუწვია ყანა რა, აი რა ადრე მახსოვს. გადაწვა ჯარიმა ისე. ეხლა არა, არ წაუკიდო ცეცხლი ჯარიმა 10000 ლარი. ეხლაზე არ გეუბნები, ადრევე გეუბნები მაგას, რომ ამოიღო ეს ყველაფერი. არა, ჩიზელს და დისკს თუ ხმარობ, რატო უნდა გადაწვა ის პირიქით, რო აიღებ კომბაინს, ჩაართვევინეთ საფქვავი, გაფანტეთ, ჩადისკეთ, ჩააციზელეთ და 3 ლიტრი დიზელით მეტს დახარჯვა ჰექტარზე. არა, სამაგიეროდ ხო, ხარია, რომ აი ძვირი დაჯდება, რა ძვირი დაჯდება 3 ლიტრა ჰექტარზე, ანუ 10 ლარი ჩავთვალოთ, 10 ლარით მეტს დახარჯვა შენი კომბაინი. შედეგში უფრო უკეთეს გაძლევს. უბრალოდ ეგ არის რა, იცი ნახე. ეს შედეგი არ გაქვს იმწამიერად. ეხლა ეს 15 წელიწადია ასე რო აკეთებს, თქვა რომ მიწას არ ვიხმარებ რა სასუქს რა. იმწამიერად მიწაზე შედეგი არ გექნება. როგორ? იმწამიერად მიწაზე ხო, შედეგი და არ მაგითო გექნება. გეუბნები, ანუ ეს აი ესა გაქვს რა და ტოტალურ გერბიციდს არ ხმარობს. მზრალანურად ინახავს. მაგალითად ნაკვეთები გაყოფილი აქვს, ესე თქვა სამათარი გაყოფილი ჩვენთან ნაკვეთები. როტაციას უკეთებს 3 წელს. ჩვენთან თესბრუნვას ვარიანტი არ აქვს, ეხლა შირაკში ისეთი მრავალფეროვანი. აქედან გამომდინარე, ხორბალი, ქერი, ერთი წელი დაისვენა, ხორბალი, ქერი დაისვენა. ამასობაში 8 წელიწადში ერთხელ ერთი რეგიონ აკვეცი მხოლოდ 8 წელიწადში ერთხელ თესავს სესუმზირას. იმასაც ამუშავებს მხოლოდ კულტივატორით, არანაირი კლიერფილდი, არანაირი საერთოდ ჰერბიციდს არ ხმარობს სესუმზირაში. ნოუტილის პრინციპით აკეთებს. არა, ნოუტილი არა, ეს არის არ არის ჰერბიციდი, პირიქით აქ არის, არა, დამუშავების ნაწილში გეუბნები. არ აბრუნებ მიწას გუთნით რა. მაგაში კი, მაგრამ ნახე რას აკეთებს, ხო, 3 კულტივაციას ფაქტიურად ასწრებს სესუმზირაში. და ის უკვე რო არის ამხელა, იმას უკვე არანაირი სარეველა დაბლიდან უკვე ვეღარ მოასწრებს. აქედან გამომდინარე, ჰერბიციდებში და პრეპარატებში შემცირებული აქვს. დანარჩენი უჯდება მისი მხოლოდ დათესვა და კულტივაცია, დანარჩენი არის მისი მინიმალური ესე, იმიტომ სასუქის არ შეაქვს სესუმზირაში. ეგრეა, მიწას თუ მიხედავს, სწორად გააკეთებ, მე თვითონ მოგხედავს. ეგრეა. სწორია. ეს მე მაქსიმალური მოგება მივიღო, ეგრე არ არის მეგობრებო რა. ზეგმე დაგჭირდებათ იმ ხელა ხარჯი გახვალთ და შედეგიც არ გექნებათ, რომ ნუ მოკლედ, ეგ წინა პოდკასტი იყო, გადადით უყურეთ. მიწას უნდა მოეფერო. მოკლედ მეგობრებო, არხის გამოწერა არ უნდა დაგავიწყდეთ, ვიდეოს დალაიქება, ჩვენც ახლა რასაც ვამბობთ, მეც რაც შემილია ჩემი ცოდნით, ბექას კიდე თავის ნაწილში და უფრო მრავალფეროვანი ცოდნით სოფლის მეურნეობის მიმართულებით. და არა მარტო, შეიძლება ეგეც ვთქვათ, აგერ მშვენიერი ქვიზის ის გქონდა ეპიზოდი. ვთქვით, რომ მოგაწოდოთ მაქსიმალურად მეტი ინფორმაცია, ხო? რისთვის ვაკეთებთ? პირველი, რომ ჩვენ თვითონ ამით რაღაცა მიზანი გვაქვს და კმაყოფილება გვაქვს ამით, ჩვენ ჭიას ვიხარებთ, ესე რომ ვთქვათ. და მეორე ის, რომ მართლა რაღაცა ერთმაც რომ სწორად გაიგოს ეს ყველაფერი დღეს რაც ბექამ ილაპარაკე, შენ რაც ილაპარაკე, ეგ უკვე შედეგი იქნება რა. და რამეს ხო არ ეთყოდი ჩვენს მაყურებელს ბოლოს და დავავთავროთ. რა, ბოლოს ორს რაღაც მათქმევნებ ხოლმე და ისეთი არაფერი ვთქვა მეთქი რომ. ო და დამოვიდა. ეს ვაღარ მომიწვიოთ. არა, თავარი მანდ უბრალოდ რა არის, ცირო რისადაც დღეს ჩვენ ვილაპარაკეთ, ბევრ თემას შევეხეთ, ძალიან დეტალურად და იმედი მაქვს, რომ ვინც კითხვას დამისვავს ხოლმე, ამას ლინკს რომ მივცე, ბოლოში რო გავა, იტყვის რომ აი ეხლა გავიგეო. ჩემი მიზანი ეგ იყო. ამიტომ დავიხარჯე ყველანაირად, რომ აი ეხლა გავიგეო კაცმა მითხრას და თუ ეს შედეგი დადგება, ჩათვალე რომ შენი პოდკასტი ამ შემთხვევაში ამ ნაწილში იქნება სახელმწიფო. მადლობა. You are welcome.